პირდაპირ ეთერში ვართ. გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. ეს დიდი ეზოა. ეროვნული ეზო, ეკონომიკური შესაძლებლობების ეზო. აი რა შეუძლია ადამიანის გონებას, ეს რომან ლურუას ეზოა მცხეთაში. აქ მცხეთის სანაგვე იყო ადრე ამ კაცის მონდომებამ და ენერგიამ ასე შესაძლებელი გახდა რომ წალკატად ექცია. მე ამას კი ვამბობდი, მაგრამ დღეს ყველაზე დიდი შემფასებელი ეყოლება ამას და მის პოზიციას ითქვის შემდგომ ბატონი თენგიზ ჯალიაშვილი. მე ვარ ბედნიერი რომ დღეს ამ ეზოში ორი ძალიან ღერძული პიროვნება ასე იგი ისაუბრებს ერთ უმნიშვნელოვანეს თემაზე და მართლაც დიდი საქმე იწყება. ჯეჯილი, ასე ქვია ამ გადაცემას. რა არის ეს ჯეჯილი? როგორ უნდა განვავითაროთ ეს და ამ იდეის სათავეებთან ბატონი თენგიზ ჯალიაშვილი დგას. ეს არის პიროვნება, რომელიც 22 წელი ცხოვრობდა გერმანია, იტალია, საფრანგეთში, იყო ინსტიტუტის დირექტორი. ძალიან დიდი კონტაქტები აქვს, დღემდე შენარჩუნებული და დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან, ბატონ კენედისთან ძალიან კეთილი გამწყობა მის გუნდთან და ბევრი რამ უკვე მოძრაობაში და მოქმედებაში აქვს მოყვანილი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ მას ეს ეზო ენახა. ბატონ რომან ლურუას კი იცნობს, მაგრამ დღეს მე მგონი სხვა თვალით დაინახა. არის ბედნიერი ქვეყანა, როდესაც ვთქვათ ესეთი კაცი ყავს, როგორც რომან ლურუა, ის ჩემთვის არა მარტო ევროპის ჩემპიონი და ევროპაზე საერთოდ არ გადიოდა, იმიტომ რომ უთმებდა თავის კოლეგებს და ამბობდა იმას, რომ ყველგან შეიძლება პირველი ყოფილიყო, მაგრამ მსოფლიოზე თვითონ მიდიოდა, ოლიმპიურზე თვითონ მიყავდა და უარს ამბობდა ევროპაზე, იმიტომ რომ მისი კოლეგები, რომლებიც ასევე კარგები იყვნენ, იმათაც მიიღოთ მონაწილეობა. დიდსრულოვანი გადაწყვეტილება უნდა გითხრათ პირდაპირ, რომ იშვიათი. ბატონი რომანი ოლიმპიური ჩემპიონი, როცა პრაქტიკულად უიმედოდ იყო საბჭოთა გუნდი და ბოლო მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებზე იყო ბოლო მედალი თამაშდებოდა, ბოლო ის იყო ეს, სწორედ ბოლო სპორტული პაიქრობა იყო და სურათი გვაქვს ჩვენ და შეიძლება ის შემდგომში კიდევ უფრო მეტად დავდოთ. ბატონი რომანი რომ დგას და სირცხვილი ჩამორეცხა მთელ ვებერთელა აი სპორტსმენთა და მოჭიდავეთა ძალიან დიდ გუნდს, იმიტომ რომ ყველა ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირში შედიოდა, ჭიდაობით გამორჩეული იყო, მით უფრო საქართველოს და საბჭოთა კავშირი პრაქტიკულად ოქროს მედლის გარეშე ბრუნდებოდა. აი ამ კაცმა იქ სასწაული მოახდინა. 4 მსოფლიო ჩემპიონი, დაუმარცხებელი უცხოელსის არ დაუმარცხებია მთელი მისი სპორტული ისტორიის მანძილზე. მე მქონდა საშუალება რომ მასთან ერთად ყოფილიყავი უკრაინასა და ბელორუსიაში და მე დავრჩი მოხიბლული რომ ეს ვებერთელა პიროვნებები, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონები ბატონი რომანი ხელის გულზე ყავდათ და ვნახე ძალიან ბევრი რამ, რომელიც ჩემთვის როგორც ქართველისთვის მნიშვნელოვანი იყო. მე არ მინდა რომ ეს დიდი შესავალი გამოვიდეს რომან ლურუას, თქვენ ყველანი იცნობთ და ვიცით თუ მე რომან ლურუა ჩემთვის დღეს საინტერესოა როგორც საზოგადო მოღვაწე, როგორც მოაზროვნე კაცი. მე შევეცდები რომ ზოგიერთი რამ წაგიკითხოთ კიდევაც, აი წუხელ ღამით თურმე მუშაობდა და რა ჩანაწერები გააკეთა და კარგია რომ ასეთ რამეებზე მუშაობს ადამიანი, ასე ფიქრობს, აი ასე მოაწყოს ყველაფერი. ეს არის ეზო, მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი რომ სადაც ამ ეზოში არის ყველა სახეობის ხილი, ამ ეზოში არის ყველა სახეობის ბოსტნეული, ამ ეზოში არის ყველა სახეობის შინაური ფრინველი, ამ ეზოში არის ყველა სახეობის ასე იგი პირუტყვი და ესე იგი ამ ეზოს ენერგია შეუძლია მიიღოს ქარის ენერგია და ამავდროულად წყალი 90 ტონიანი ბაგი კლდეში აქვს ჩამარხული. ჩვენ ნახეთ დღეს აქ ბუნებრივი მაცივარი, სასაული რამეები აქვს გაკეთებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვამაყობ მასთან მეგობრობით და მიხარია რომ ქვეყანას ასეთი კაცი ყავს. თავარია ამ ადამიანების მიმართ კეთილი განწყობა იყოს. ჩვენ დღეს სამივენი ფეხში შველანი ვზივართ აქ. და ეს არის იმიტომ რომ ცრუიან ბალახზე თუ ფეხში შველი არის რა მამულიო და ეს ერთი და მეორე ბატონმა თენგიზმა თქვა რომ ძალიან ცნობილი მეცნიერები მოყვნენ, რომლებიც ამბობენ რომ ფეხში შველი სიარული მოლზე, მინდორზე
ქართულ მიწაზე არის ყველაზე დიდი სიჯანსაღის მონტანი და ესეც გვინდა რომ პრაქტიკულად ესეც ექიმ მერკოლასგან მოდის ეს როგორც ამბობს ბატონი თეგის. მე სასაული რამ მოვისმინე დღეს აქ ბევრი რამ, მაგრამ აი დასაწყისში ვეტყვი ერთ რამეს. მე არ ვიცოდი ახლა დიდი ხანია ვიცნობ ბატონ თეგის, მაგრამ პირველად გავიგე რომ 10 წელია პური არ მიჭამეაო. ესე იგი სახტად დავრჩი. რატომ არ უჭამეა პური, ამით დაიწყებს ახსნას ამისი, მაგრამ თქვენ წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობა, მაგრამ ის იქნებოდა, არ იქნებოდა ისე ძლიერი და კეთილი და დიდსულოვანი კაცი, რომ არ იბრძოდეს იმისთვის, რომ ისეთი პური იყოს და ისეთი ხორბალი იყოს ქვეყანაში, რომელიც როცა მისი გადაცემა რომ ედის ჩვენთან პური როგორც სამკურნალო ქართული პური არის ყველაზე დიდი სამკურნალო თვისებების მქონე. და აი სწორედ მას უნდა რომ აქ დაბრუნდეს ქვეყანა და ჯეჯილიც სწორედ იმის განვითარება, რაც მისი მონაწილეობით ძალიან ბევრმა საინტერესო პიროვნებამ დაიწყო, როცა ჩვენ დავიწყეთ პროექტი მეცნიერებას პლუს საკუთრება, პლუს ფინანსები, პლუს მენეჯმენტი, პლუს რეკლამა, ეს 5 კომპონენტი რომ ჩამოყალიბდა ერთად, ამის თავარი როგორც იტყვიან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წარმმართველი და სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ბატონი თენგიზ ჯალიაშვილი. ამ დღეებში, ამ კვირაში აიღებენ იმ 30 გექტარზე, რომელიც ბატონი გოჩა ძასოხოვის მხარდაჭერით აღებული იქ, ესე იგი დაითესა და მოწესრიგდა. შეიძლება ვთქვათ, მოსავალი ვერ მიიღოს ისეთი როგორადაც რაოდენობრივად, მაგრამ დღეს ყველა ამბობს, რომ ასეთი სუფთა ხორბალი საქართველოში დღეს რეალურად არ არის. ამავე დროს მის ეზოში ქალბატონმა მარიამ კიკაძემ, ესე იგი ასევე ცნობილი ადამიანების მხარდაჭერით და უპირველესად ამ საქმეს როგორც გითხარით, ერთ-ერთი ამ პურის და ხორბლის საქმეს სათავეში ჩაუდგა ბატონი გოჩა ძასოხოვი, ძალიან ეროვნულ საქმეს, ძალიან ქართულ სახელმწიფოებრივ საქმეს და მეორე კიდე ბატონი კახა შენგელია, რომელმაც შეძლო ის, რომ 3 წლის შემდგომ საქართველოს 100 სახეობის ხორბალი ექნება აღდგენილი, განვითარებული თესლი, უსუფთავესი თესლი, ანუ ძალიან დიდი პროექტია ბატონებო ეს, რომელსაც მეცნიერთა კონგრესი ჩაუდგა სათავეში. და აი დღეს საუბრობთ ჯეჯილზე ჩვენ. აი იმ ხორბლის იმ განვითარებამ მოიტანა ეს ყველაფერი. ჩვენ მომდევნო კვირაში ტელევიზიაში ალბათ ბატონი რომანი, ბატონი თენგიზი, ბატონი ზურაბ ქუმსიაშვილი, ბატონი გიორგი წივწივაძე, ქალბატონი მარიამ კიკაძე, ყველანი ესენი დასხდებიან, რომ რეალურად კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ. აი ასე, რომან რურვას ეზო, ეს ეზო ხშირად გვინახავს, ერთ პატარა მის მონოკეცე ვზივართ, ეს არის მისი სახლი, რომელიც მისი პროექტით არის აშენებული, ირული სიმწვანეა, ხეებია. ერთი რამე მინდა ბატონო რომან, ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ და ბატონ თენგიზ წეგან აქ მე ერთ პიროვნება შევთი, პრაქტიკულად ოჯახის წევრია, არ ვაკონკრეტებ ხა და თქვა, რომ ვერ გავტეხეთ მამა ჩვენიო წელში ვერ გავტეხეთო, რომ თუ არ მოიწამლაო ისეაო ეს ქაროსანა და ბევრი რამო, ესე იგი უკვე მოსავალი აღარ მოდისო. და მართლაც დიდი პატრონობა უნდაო, მაგრამ ბატონი რომანი არის კატეგორიული წინააღმდეგი ამ მოწამვლის და ყველაფერი. აქ არის სუფთა, ყველაფერი ჯანსაღი, ესეთი გარემო, ღმერთო უმრავლე ასეთი განწყობის ადამიანები ქვეყანას და რატომ არ ჭამთ 10 წელია პურს? დავიწყოთ ამით. ბატონ თენგიზ ჯალიაშვილი. ბატონ თეიმურას სუპერსკოლისა დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ცოცხალ ლეგენდასთან, ბატონ რომანთან, რომელსაც ჩვენ ბავშვობიდანვე უდიდეს პატივს ვსვენდით, როგორც ცოცხალ ლეგენდას და დღეს დავწმუნდი, რომ არა მარტო როგორც სოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოჭიდავე იყო, არამედ ეხლა ერთ-ერთი საუკეთესო ბიოფერმერია, რომელიც მე ზუსტად საოცრად გაოცებული ვარ, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ბატონი რომანის აი ამ ყველაფრით, რაც მე მანახა ეხლა და უბრალოდ შევთავაზებ, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი ლეგენდა იყოს ჩვენი, შეიძლება ითქვას, წინამძღოლი იმ გაგებაში. კარგია. რომ ჩვენ ის ახალი ტექნოლოგიები, ის ახალი მიმართულებები, რაც ნებამომეცით მცირე პატარა იმასნათ, რომ ქრონიკული დაავადებების გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრი, რომელმაც პრაქტიკულად უკვე აღმოფხვრა ბატონ რომელმა აქ და რობერტ კენედი ეხლა იწყებს,
ამერიკაში კრონიკული დაავადებების აღმოჩნდა. თქვენ კარგი რამ თქვით, რომ კენედი აქ უნდა ჩამოვიყვანო ამეზოში. ხო და აი ხა ჩემთვის არის უმთავრესი და მე არ შევწყვება კენედის, იმიტომ რომ მე მათი ოჯახებში ვარ ნახო. ეს კარგი რამე თქვით, კიდე კარგია. ობე არა. აი რა კარგ რამეებს გალაპარაკებთ და რა კარგ რამეებს ისმენს ხალხი. ხო და რატომ არ ჭამპულს, იმიტომ რომ ხორბალს დღევანდელ დღეს აშრობენ, როდესაც მოვა მაცვლეული, აშრობენ გლიფოსფატით, კანცეროგენული გლიფოსფატით, ეს არის ჰერბიციდი, რომელიც სწრაფად აშრობს და შესაბამისად კარგად ინახება, მაგრამ რომელიმე მსოფლიოში ვინმე ამიხსნას, რომ როგორ უნდა მოაშოროს მე ეს კანცეროგენული გლიფოსფატი ამ ხორბალს, რომლისგანაც მე დაფხულში ისევ რჩება და იმ პულშიაც გადმოდის. აი ამიტომ. ეხლა შესაბამისად ჩვენ დასაბედნიეროთ ქალბატონი მარი კიკაძემ მოიძია შეიძლება ითქვას საუკეთესო უძველესი ქართული ჯიშები, ქართული ხორბლის ჯიშები, რომელიც უკვე აწარმოებს და დღეს ქალბატონი მარი უკვე ჩვენთან ერთად იყო და დღეს წავიდა რომ ხორბლის მოსავალი, პირველი მოსავალი დღევანდელ დღეს იმ ახალ თქვენს მიერ შერჩეულ კარგ მიწებზე მოყვანილი ხორბალი მოსავალი გადმოგცეს. ეხლა მე გთავაზობ, რომ იმ ხორბლისგან შეიძლება დამზადდეს გადასარევი ბიოპური, რომელიც იქნება სამკურნალო და მე კიდევ გთავაზობ ბავშვებისთვის მეორე, უფრო მეტად, აი შეიძლება ითქვას, ელექსირების სავსე კიდობას, რომელიც იქნება ამ ხორბლიდან აღმოცენებული ჯეჯი. მას მწვანე სისხლს კი ეძახიან. მწვანე სისხლი. ხო, მწვანე სისხლს ეძახიან, რატომ? იმიტომ რომ იმ ხორბალში, მარცვალში ის პიგმენტები არ არის. და ეხლა ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა, რომ რობერტ კენედი რომ დაინიშნა, სწორედ ეხლა ხან იყო თეთრსახში განხილვა და რობერტ კენედი დაარქვა მუშტი და თქვა, რომ სინთეტიკური პიგმენტები, რომელიც არის ნავთობიდან წარმოებული, ავბრძალოთ. შესაბამისად, ნატურალურ პიგმენტებს მიეცა არნახული, კოლოსალური მოთხოვნილება. ეს არის საქართველოსთვის შეიძლება ითქვას მომავალი და შემოსავალი. გაბედული გადაწყვეტილებები მიიღეს, გადაბედული. სამუშაო ადგილების შექმნა და მე მინდა ქალბატონ მარის მივცე, რომ ნატურალურ პიგმენტების გამოყოფა ერთი მხარია, რომელსაც ცალკე იქნება სამუშაო ადგილების შექმნა, მაგრამ ქალბატონ მარის მინდა მივცე უფრო რომ გამოუყოფლად პიგმენტების გამოუყოფლად შევქმნათ ისეთი ელექსირი კიდობანი ელექსირებისა, რომელშიაც იქნება არა მარტო პიგმენტები ყველა ტიპისა, არამედ იქნება აგრეთვე მიკროელემენტები, იმიტომ რომ ეს ხორბალი გაიზრდება აი ამ ფოთოლში, რომელშიაც არის ყველა მიკროელემენტები. აი საქართველოში ძალიან ცოტა ვიცით. სამე სამწუხაროდ მე თქვენგან გავიგებ. ფოთოლიდან გამოიყოფა პიგმენტები, შემდეგ ანარჩენი მიეცემა ჭიაყელას, ჭიაყელა გადაამუშავებს და ორ პროდუქტს მოგცემს. ეს იქნება პირველი მაღალი ღირებულების, მცირე მოცულობისა და მაღალი ღირებულების პროდუქტები, ნატურალური პიგმენტები. ამაშია მარტო მწვანე კი არა, ამაშია კაროტინოიდები, ამაშია ანტოციანები, ამაშია კიდევ ქლოროფილი რო იშლება, ხო მერე გამოჩნდება შემოდგომაზე ის ყვითელი და წითელი ისენი, ხო? შესაბამისად ამაში არის გარკვეულწილად ყველა ისენი. ეხლა უყურეთ, რომ ეს ამ ფოთლიდან წარმოებული ამაში არის ყველა ის მიკროელემენტები. პირველი რაც გეკითხებით, რომ ახლა ბატონ რომანი წინვალეთ იცის, რომ პირველი რას იმაშება, ყველა ხეხილი, ყველაფერი ფოთოლი გამოდის პირველად. რატომ? იმიტომ რომ ამაში გროვდება ყველაფერი მიკროელემენტები. ეგა ფილტერი. ეგ არის მაგის ვინსტან და აი აქედან სწორედ იწყება მერე ნაყოფისა და იმაში გადასვლა აქ დაგროვის. რამდენ რამე ახალს ვიგებთ ბატონებო, ჩვენ რომ ფოთოლი გვინდოდა შეგვეკრიბა, დაგვეწვა, ეს კაცი ამბობს, რომ ფოთოლი ყველაზე მნიშვნელოვანია მომავლის ჯანმრთელობის. აი ამ ფოთლიდან წარმოებული ბიოსასუქი იქნება უნიკალური ვერტიკალურ ფერმებში დასანერგად. ვინაიდან ვერტიკალურ ფერმებში არის ესე იგი ზევით მიდის, არა ჰორიზონტალურზე, არამედ ვერტიკალურ ზევით მიდის და შესაბამისად 1 ჰექტარი დაუშვათ ვერტიკალური ფერმა 100 ჰექტარს ეკვივალენტია 100 ჰექტარი ჰორიზონტალურისა. შესაბამისად ვინაიდან წყალდიდობა, ვინაიდან კატაკლიზმები არის ისა ბუნებისა, ხო? სასწავლო, ხო წყალდიდობები ისინი შეიძლება გაანადგუროს. ამიტომ იმისათვის რომ უზრუნველყოს, თვითკმარი იყოს რაღაცა გარკვეული
გარკვეული ესე იგი როცა არის ძალიან დიდი საფრთხე წყალდიდობისა ან რაღაცა ვარცხოფებისა ან სპატუალიზმისა ან გვალვისა შესაბამისად აუცილებელია რომ ერს კონდეს გარკვეულწილად ეს ვერტიკალური ფერმები ახლა მსოფლიოს ყველა ქვეყნებში მიდის ეს ვერტიკალური ფერმები რომელიც გარკვეულწილად შეიძლება იყოს ძის სინათლეზე წარმოებული აგრეთვე იყოს იმ რაც ფოტოსინთეზის საჭიროა ლედებით ქართულად როგორც არის არც იმ ნატურებით რომელსაც ზუსტად იმ სინათლის სხივს აძლევს რომელსაც ფოტოსინთეზი არის საჭირო ახლა შესაბამისად ისმის საკითხი რომ აი ამ მიკროელემენტებით გაზრდილ ჯეჯილში იქნება მიკროელემენტებით სავსე პიგმენტების სავსე და ამავე დროს იქნება უჯრედანა რომელიც ბავშვების კულტურასწავლის სისტემას გაასუფთავებს მაგრამ ჯეჯილი როგორ შევინახოთ ისმის საკითხი ხო მე შეთავაზე ქალბატონ მარის რომ და აუცილებლად უნდა ითქვას აი რა ვიცი ჩვენთვის არის შეიძლება ითქვას ღმერთის კალთით დაბერტყილი გუნდი რომელიც ბატონი ექიმი ზურაბ გუმშიაშვილი ბატონი გიორგი ცივცივაძე რომელიც არიან მართლა ინოვატორები და ოქროს ხელების მქონე და წინვალი საღად მოაზროვნე ხალხი რომლებიც არიან გარკვეულწილად რა რომ უკვე დაიწყეს მათ ვერტიკალურ ფერმის საპილოტე დონეზე წარმოება ამ ქალბატონ მარი კიკაძეს ხორბლის ქართული ხორბლის ჯიშებისა რომ ჩვენ ვაწარმოოთ ჯეჯილი ბავშვებისთვის და ეხლა როგორ იმასნათ მე შევთავაზე სოფლიოს ოქროს სტანდარტი იმიტომ რომ ფარმა ინდუსტრიაში გამოიყენება როგორც იდეალური საუკეთესო შენახვა ბიოაქტიური ნაერთებისა ეს არის ლიოფილიზირება რა არის ლიოფილიზირება ლიოფილიზირება არის გაყინვა და სუბლიმაცია ანუ გაყინულიდან წყლის მოშორება და ორ პროდუქტს გვაძლევს ერთი არის სუბლიმირებული წყალი რომელიც არის ისად იდეალური დეტოქსიფიკაციისთვის ადამიანის ორგანიზმისთვის გადასარევისა იმიტომ რომ დაახლოებით 80% ამისა არის სტრუქტურული წყალი ის სტრუქტურული წყალი არის გადასარევი თირკმელებისა და ღვიძლისთვის და ლიმფისთვის გასასუფთავებლად გადასარევი ის წყალი ცალკე დაიჭირება ხოლო ეს გამშრალი არის ოთახის ტემპერატურაზე ინახება ყოველგვარი პრობლემების გარეშე წლობით ლიოფილიზირებული პროდუქტი შესაბამისად ეს იქნება მისი ფხვნილი 100 გრამი რო დღეში საბავშვო ბაღებში სკოლებში მიეცეს ეს ბიო სერტიფიცირებული ორგანული ხორბლიდან წარმოებული ჯეჯილი ეს იქნება ბავშვების იმუნური დაცვის სისტემის გაძლიერება მე აბსოლუტურად კატეგორიული ვარ რომ ყოველ წელიწადს ამერიკაში და სხვა იმებში ყოველ წელიწადს გრიპის ვირუსის წინააღმდეგ კაცრებს უწარმოებენ რა თუნდა გრიპის ვირუსის წინააღმდეგ გაუძლიერე იმუნური დაცვის სისტემა იმ ბავშვს მოერევა ყველაფერს ამას ჭირდება მიკროელემენტები ამას ჭირდება ის პიგმენტები რომელიც არის და ეხლა ბატონობას გადავწერ ჩემი ოპონენტი იყოს რა ბრძანეთ ბუნებრიობის გაკრიტიკება არ შეიძლება რადგან ის შექმნილია ბუნებისაგან და ბუნება ღმერთის ღმერთი არის ბუნება ჩვენ ღმერთი არის ბუნება რომელსაც ყოველ დღეს შევწიცინებ ნეტავი ისეთი ამენდი იყოს როგორც შეიძლება ქვეყანას დღეს გახმა მისავი ძახი გასკდა მიწა წყალი არ არის ნატურალურ ეხვეწებით ღმერთს იქნებ გადმოგვიგდო ცრემლები თავის ცრემლებია ეს ღმერთის ცრემლებია ჩვენ სხვა კი არაფერი არ არის რომელიც ყველაზე მთავარია ადამიანის ცხოვრებაში ბუნებაში წყალია ყველაფერი სადაც წყალი არ არის სიცოცხლე არ არის ეს ხომ ყველა ვიცი სიკვდილია იქ სადაც წყალი არ არის ყველაფერი მყარია ამიტომ წყალი ნომერ პირველია და ამიტომ საქართველოს მადლობა ღმერთს ბუნების სიკეთე მაგას არ აკლია ზომიერი ჰაერია ზომიერი ნალექია ყველაფერი ზოგჯერ გადაჭარბებული ზოგჯერ ისე მაგრამ ეს ბუნების კაპრიზი თვითონ კი არ არის ბუნება რას დროს არ არის კაპრიზი რომ ჩვენი დაუდევრო ბუნება კაპრიზნი გახდა ამდენი უბედურობა ამდენი მოწამლული ჰაერი ამდენი ზარბაზანი ამდენი ტანკი ამდენი ქიმიის გავრცელება ამ დედამიწის ზურგზე ვერ აიტანს ბუნება ამას ცოტვა ბუნება ვერ აიტანს იმიტომ არის ეს კატასტროფები და უბედურება ეხლა მოიგონებს რაღაცა არნახული სასწაული თქვენ თუ აკვირდებით
ამერიკაში რამხელა წყალდიდობები, რუსეთში რამხელა წყალდიდობა, რამდენი ცეცხლია და რაობედრობა კანადაში, ამაზონში, სიმბირში. ეს სიმბირის დღე და ამაზონის დღე ეს ჩვენი ბუნება. იქიდან მოდის ეს აერი, აქედან იქით მიდის და სტუმრიანობა ბუნებასაც ახასიათებს თავისი. დღეს აქ არ გახსოვთ თქვენ ჩერნობილის რომ მოხდა კატასტროფა, მეოთხე დღეს რაჭაში აღმოჩნდა ეს ფონი. ამიტომ ეს აერი ერთ ადგილას არ არის. ამერიკიდან მოდის, აქედან მიდის და ეს ქვეყანა ადამიანის მიერაა გადასარჩენი და ადამიანისთან ამ მტერი ბუნებას არ ყოლია მისი ცხოვრებაში დღემდის. აი აგერ ძალიან კარგ რამეს წერთ, ქალბატონი ნინო წერს რომ აი ყოველკვირეულად ასეთი ლექციები რომ იყოსო ძალიან ბევრ რამეში სასაგებრო და კარგი იქნებაო და მე მახსოვს ბატონ რომან თქვენთან წავიკითხე ერთხელ რომ ესე იგი ქვეყანა ცხოვრობსო კაბინეტებში შექმნილი კანონებითო ქვეყანა უნდა ცხოვრობდესო ბუნებრივი კანონებით და კაბინეტში შექმნილ კანონებს ბუნებრივი აქვს გამორთული. ხო და ნუ ამიტომ მე ამიტომ ვარ ჩვენ ამ ბუნებაში და ამიტომ სხვა შორის ავიცი მე ალბათ თქვენ ორივენი მაგრამ მეც მინდა ზოგჯერ ჩავერთო რომ ერთხელ ძალიან თქვენ ესრებოდით ბატონ თენგიზი თქვა იმის თაობაზე რომ ჩვენთან აგრესია ძლიერდება იმიტომ რომ ჩვენ ისეთ საკვებს ვიღებთ რომ ეს აძლიერებს აგრესიას. გარედან შემოტანილი ტყვიაა ძალიან ბევრი ამ პროდუქტებში. ეხლა ჩვენ ამ პროდუქტებზე რო ვილაპარაკოთ, კატასტროფული მდგომარეობაა ჩვენს პროდუქტებში, კატასტროფული. ხო, მაგას ვამბობ რომ ისე ნეტავი მართლა ისე მოხდებოდეს რომ ყველას ჰქონდეს რაღაც შემოწმების საშუალება, როგორც ამის წინ ნახე რომ შევამოწმოთ ამდენი ნიტრატები შეიძლება ადამიანი ამბობს რომ ამის ჭამაკერა სახში შეტანა არ შეიძლებაო 1000 ჯერ მეტი ნიტრატი არის აზამთროში. კინა ხალხს ასვერჩით, აგერ ხალხს ასვერჩით, როგორ შეიძლება ძანეთ ბატონო. მოკლე ჩათვა, ძალიან კარგი საკითხი შეეხეთ ბატონო თეიმურას. უპირველეს ყოვლისა, აი ამ ფოტოში რომელიც აგერ აბედნიერება ბუნებრივი ფოტოს მოწვიტავდა. ფოთლის დამცველი ხდები დღევანდელი დღიდანო. პირველი რომ აი ამ ფოტოში დაგროვილი მიკროელემენტები რამდენია იცით? ვინმე აი საქართველოში ვისაც გინდა კითხოთ იცის რამდენია ფოთოლში ესე იგი ყველა ხე ყველა ბუჩქი ყველაფერი თავისთვის იცის იმარ რა მიკროელემენტები ჭირდება მას ყველა პროფესორს და უკეთესად ყველა აკადემიკოსზე უკეთესად მაგრამ ეს ჩვენი ცრუ პროფესორები და ცრუ აკადემიკოსები აძლევენ ამ სცენარებს და ამ ხეხილს და იმას უყველას MPK-ს, აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, რომ რაც შეიძლება მეტი მოიყვანო, ბუტაფორია. კვებითი ღირებულება არის 0. ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდა 60 მაკრო და მიკროელემენტი. 60, ოღონდ 25-ის ვიცით რა საკეთებს. დანარჩენი არ ვიცით არავის. ოქროს კი აღმოჩნდა გულთან და ზოგი ოქროს კაციაო. ალბათ ამაზე არის დამოკიდებული, რომ ჩვენ მიკროელემენტების გარეშე, ვიტამინების გარეშე ესე იგი ჩვენ თუ არ ჭირდება ის მიკროელემენტები, მაშინ ჟანგბადს როგორ გადაიტანს ერითროციტები რკინის გარეშე. ცინკი და სელენიუმისა და მაგნიუმისა და იმის გარეშე ჩვენი გულის კუნთი ვერ იფუნქციონირებს. შესაბამისად, არის ქრონიკული დაავადებები. მიკროელემენტების დეფიციტი აქვს 2 მილიარდზე მეტ ადამიანს. და ეხლა გეკითხებით კიდევ რომ რატომ თქვენი ხომე ვარს ყოველდღიურად როცა ყიდულობ იმაში. მხოლოდ იმიტომ რომ ზევიდან არის უამრავი შხამქიმიკატები მისმული და ეხლა გაჩვენებთ რომ მე ამას გავყმიჩავ და 1 გრამი არ აქვს. ხო და ბედნიერება ბატონო რომან ბედნიერება. უცხარო აი პექტინია ეს არის უნიკალური ბუნებრივი ისა რომელიც წმინდას კუჭრაკალის სისტემა და აი ახლა ეს ატამი არის თავისი თამოშო. ხო და აი ახლა გავყმიჩავ ამას და შევახრამუნებ იმ დიდებს და მერთო მაღალო საქართველოში გვიმრავლოს აი ესეთი წარმოებული ბიოწარმოებული პროდუქტები რომ ბავშვები ჯანმრთელობა და მომავალი ჯანმრთელობა იყოს ბავშვებისა რა მერთმა კარგად გამყობს აი კარგია უბრალოდ ეს ატამი აი აგერ მირკე თავისით ამოვიდა და რახან თავისით ამოვიდა ბულება მომცა ესა და გაუშვი და იზრდება და წელს პირველი ნაყოფი მოხდა კარგია ხო და რაც ნამყენები მაქვს
სიცივემ ყველა გამინადგურა ატამიანა მაქვს და ამან ბუნებრივი ამოსული აბატონა ეგ არის ეს ხე ეგერტა და ისეთი ადამიანი რომ ესე იგი აი წერან რომ ამბობდით სასაულია ეხლა და ძალიან კარგ მაგალითებს უჩვენებთ ეხლა თქვენ აგერ და ესე იგი აი ტყვის შემცველობა იმდენად დიდია მე არ ვიცი ერთხელ გამოსვლაში მეცნიერებმა და ქალბატონმა მარიამას თქვა რომ ხორბალში საქართველოს კახეთში 12-13 ეს არის ერთეული ტყვია მაშინ როდესაც თქვათ საერთო ტყვია თუ არ იქნება ასეა ხო ჯობს ალბათ ხო და ქალბატონმა მარიამა დაიყვანა იქამდე რომ 0-1-ია 0-1 სი წარმოიდგინე ხა რა განსხვავებაა ხო რა თქმა უნდა ნუ ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა ყველა იმ ბიზნესმენს მეწარმეს რომელიც ასეთ იმას დაუჭერენ მხარს არა რაოდენობას არამედ ხარისხს რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ხა ბატონ რომანი აი მისი ოჯახის წევრები მეუბნებოდნენ რომ ვერ გავტეხეთო ისინიო რომ უკვე აღარ მოდისო ბევრი რამ ფაროსანო მართლა მოკლა ბევრი რამ ძალიან ბევრი რამ თქვენთანაც ასეა ხო ბატონ რომა ფაროსანამ დაგაქციათ პრაქტიკულად რა თქმა უნდა მე არ ვიცი ამას თუ რამე წვანე ფაროსანა გაჩნდა უკვე ამ პერიოდში წვანე და მე კავეჩინე გამოდის როგორ უნდა მაგაზეთი კარგი აბა ბძანეთ მე მთხოვეს იმერეთიდან და სხვა იმიდან ბიჭებმა რომ რა გაუკეთოთ ამ ფაროსანას მე ვთქვი გამოიყენეთ გაოცნენ ისინი თუ ყველა ფაროსანი არის გრძელებული სათუთი შეაგროვეთ მე ვთქვი მექანიკური შემაგროვებლები გავაყენებინე შეაგროვეთ ჩაომიტანეს გავატარეთ ხორცის მაშინკაში გაურიე იმაში ქართულ იმაში თეოლიტებში და გენიალური სასუქი შეიქმნა რომელიც იცავს ისა დათესვისას ამოვიდა გადასარევისა ძალიან ყაყოფილები არიან რომ და ეხლა ფაროსანას ქიმიურად კი არ იმაშვებიან იმაში საქართველოს რამოდენიმე რეგიონში ფულსაც კი აძლევენ შეგროვებულში რომ მოიტანონ ეს ფაროსანა ბატონო რომა გამდიდრებულ ხართ აგე რამდენი ფაროსანა თუ გყავთ რამდენი ხე რა ვიცი რამდენია როგორც მოუწევს და ძალიან ნადულად მათი დაჭერა ხდება სინათლეზე მიწურულობით ღამე სასაულია აკაკაბო ამდენ რამ კარგ რამეს გავიგებთ უბრალოდ მე ყოველთვის როცა მეცნიერებს მოусმინე მივხვდი რომ ქართული პოლიტიკა იმიტუამ თქვა დაშხამული რომ დაშხამულია ეს პროდუქტები რომელსაც ვიღებთ და ხო და არ არსებობს პოლიტიკოსი არ არის ქვეყანაში რომელიც იბრძოდეს პესტიციდებისა და იმის წინააღმდეგ ყველანი არა მე ვამბობ ეს ძალიან არ შეიძლება რომ ჩვენ თურქეთიდან ამდენი შხამქიმიკატი შემოქონდეს არ შეიძლება რომ თურქეთში რასაც თვითონ არ ჭამენ ის პროდუქტები ჩვენთან მოდიოდეს დღეს ბატონმა თენგიზმა ბრძანა რომ ამერიკაში იმდენი რამ აიგზალა უკვე კვების პროდუქტები ისინი ხომ მუშაობენ ის საწარმოები გააქვთ ყველაფერი ამერიკიდან თქვენ ბრძანეთ ბატონ თენგიზ რო არ იყოს თქვენ ბრძანეთ ხო ეს დღეს და დაასრულეთ უდიდესი საშუალებაა რომ ამერიკაში უკვე აღარ გაიყიდება ვინაიდან ეხლა ხან ნაყინის წარმოებულმა უდიდესმა თურქულმა ფირმამ გამოაცხადა რომ მე ამოვიღებ ამ უდიდესმა როგორმა ფირმამ თურქულმა ფირმამ რომელიც არის ნაყინის წარმოებელი და ოფიციალურად გამოქვეყნდა მისი და ამ მართველისა და რობერტ კენედის ერთობლივისა რეზიუმე რომ ისინი ნაყინში სინთეტიკურ ისე უბრუნდებით ეხლა ყველას დიდი მადლობა ვინც იყავით ჩვენთან ერთად ვინც შემოგვიერთებით ვინც გააზიარებთ ეს არის ძალიან დიდი ჰაერივით საჭირო საუბარია ქვეყნისთვის ადამიანებისთვის ოჯახებისთვის ჩვენი ჯანმრთელობისთვის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია უბრალოდ ისეთ თემაზე საუბრობდით ბატონ თენგიზ დღეს მახსოვს რომ თქვენ თვით რომ დედები შეიკრიბენ ერთ-ერთმა თქვა რომ უარი რომ არ გავაკეთე არ ამოვიღებ ბძანეთ დიახ ერთ-ერთმა ფირმამ გამოაცხადა რომ ჩვენ ვეწინააღმდეგები და სინთეტიკურ პიგმენტებს არ ვიყიდითო იმდენი თქვა არ ქონდა იმ კაცს რომ ესე იგი ბაზრის მოთხოვნილება არის სინთეტიკო პიგმენტებზე და დედებმა ამერიკის გამოაცხადეს რომ ჩვენ არ ვიყიდით ამის მიერ წარმოებულ პროდუქტებს გააკოტრეს აი ყოჩაღ დედებს აი ეს აქტიურობაა ნუ დედები ამერიკის აღმოუდგნენ მხარში რობერტ კენედის ეს არის უძლიერესი მხარდაჭერა და მე ვოცნებო რომ საქართველოში დედებმა ასევე როგორც ამერიკელმა დედებმა შექმნეს გაერთიანება და მისი პრეზიდენტი არის გადასარევ პიროვნება ქალბატონი და აი სწორედ აი ამ კუთხიდან
ჩვენ შეგვიძლია რომ დედების მოთხოვნას დაემორჩილება ნებისმიერი მთავრობა. არ არსებობს და ნებისმიერი ფირმას, იმიტომ რომ თუ არ იყიდიან თავიანთი ბავშვები ძალიან კარგი იქნება დიდი მოძრაობა, მაგრამ ამ პესტიციდების წინააღმდეგ თუ არ გამოგვეხდა ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები მომავალი იწამლება. ისთვის აწყობთ ამ მიტინგებს და იმებს, თუ არ მოითხოვთ სწორედ იმას, რომ აკრძალონ შამქიმიკატების შემოსვლა. სიკიმის შტატი მილიარდ ნახევრიანი ინდოეთის, რომელმაც ჩინეთსაც კი გადაუჭრო, გადააჭარბა რაოდენობით. 2016 წელში სიკიმის შტატის გუბერნატორმა უკვე მიაღწია 100%-იან ორგანულს და იჭერდა ციხეში, ვინც შამქიმიკატები შემოქონდა. 2016 წელში მიიღო 100%-იანი ორგანულის, 2018-ში ფაოს ოქროს ოსკარი მიიღო, რომ მან შეძლო ასეთი გასაოცარი შედეგები დადო იმაზე, სოფლიო იმაზე. ეხლა ასეთი კიდევ 8 შტატი გადადია. თითოეული შტატი საქართველოსზე რამდენჯერ მეტია თქვენ დაიცვალეთ რა ამ იმაზე. თუ ინდოეთის შტატი ფიქრობს თავის მოსახლეობაზე რომ მიაწოდეს სუფთა აი ესეთი როგორც ბატონ რომანოს იმაშია რომ მე არ მეშინია ამ ვაშლის ზევიდან შამქიმიკატები არაა და პიტაპის შემილია რომ ტექნინი და ისინი მივიღო და ჯამთელი ვიყო და ესე იგი გზნობ რომ აი თითქოს ელექსირი შემოდის ჩემს ორგანიზმში. აი ახლა ამათანსაც სიამოვნები გაგვიშავდა ორგანოლეპტიკური თვისებებით. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ რომ პამიდორს, შოპორტის პამიდორს რა სუნი და რა გემო ქონდა. რომელ პამიდორს აქვს? ეხლა სუნი და გემო გეკითხებით. ნახე, ბუტაფორია და ეს ბუტაფორია როდის უნდა მორჩეთ? როდის უნდა მორჩეთ თქვენი ჯანმრთელობის საწინააღმდეგოდ ამ ბუტაფორიას? დიდი გადაცემაა დღეს რომან რურუას ეზოდან, ამ ეროვნული კაცის ეზოდან. დიდი შემოძახილია ყველასთვის. ბატონებო, დავფიქრდეთ ბატონებო, ეს ორი ბუმბერაზე პიროვნებაზის. აქ სპორტსმენზე არ არის ლაპარაკი და არ არის იმაზე რომ მეცნიერების დოქტორი, ბიოლოგი, ამდენი ხანი ევროპაში დირექტორი იყო, ის თუ ძამაზე არ არის საუბარი. ისე მათ აქვს დღეს ის პოზიცია, რომელსაც მხოლოდ პროგრესული ადამიანები იზიარებენ და კი გასაგებია ახლა ზოგი ფიქრობს რომ რა ვქნა ჭამა მინდა უჩვენ რა გვინდა გაძღომა გვინდა თუ პროდუქტი გვინდა რომელიც გვაცოცხლებს და ესე იგი ბატონი დღეს ყველაზე კარგია და ძველი იმიდან მოდის რომ ყველაზე დიდი სამკურნალო, ყველაზე დიდი წამალი არის საჭმელი. ასეა ხომ, სწორად ვამბობ ბატონთენი, საჭმელი არის ყველაზე დიდი წამალი. საჭმელი უნდა ვაქციოთ წამლად. ჰიპოკრატემ თქვა, დამოწმდა. დიახ, მაგას ვამბობ. ყველაზე მთავარი რა არის, რომ ექიმები გამოდიან, აი, უწყინვალის ინგლისელი და ამერიკელი ექიმები და ექიმებს არასწავლიან საკვების ფუნქციას. რომ ესე იგი ასწავლიან ფარმა ინდუსტრიის მიერ წარმოებულ ყველა სინთეთიკურ პრიმერებს, წამლებს, მედიკამენტებს, არასწავლიან კვებითი ღირებულება რა აქვს და რა არის ეს 14 საათი ისწავლებაო მარტო კვების ისა. ნუ ეს საოცრება, ხო? და ეხლა უკვე ყველა მაღიმაღლა ხმა რომ ექიმებს ასწავლონ, ექიმები პრაქტიკულად არიან გამყიდველები მედიკამენტების და მათ აწყობს რომ ქრონიკული დაავადებები მეტი იყოს, მეტი გაყიდო, მეტი შემოსავალი იქნება. ხო და ეს ამარცხვინოა და ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ექიმი არ იმაშება, არ მიყვება ამ მიმართულება. და აი ეგ არის უმთავრესი რომ საქართველოში უნდა აიკრძალოს ექიმების მიერ ეხლა დაიწყო ხო ის ფარმა ინდუსტრიის მიერ გამოწერილი რეცეპტები და იმის რო იმასნა ნარკოტიკები და უამრავი უბედურება იმდენი ანტიბიოტიკებს უწევენ რომელიც არ უნდა გამოუწევენ რა ჯანდაბათ უნდა ანტიბიოტიკები რა ჯანდაბათ უნდა ის აცრები როდესაც შეიძლება რომ აი ამითი და ამითი ადამიანის იმუნური დაცვის სისტემა გააძლიერო დალოცილო და გამოფხიზეთ რა ჩიას კარგად ცხოვრობ და საერთოდ ამბობენ რომ ის პროდუქტი ჭამე რომელიც ჭია არისო გამონათქვამიც არის საფრანგეთში უფრო ძვირი ღირდა აი ეს ჭია ისენი და ამ ჭიასაც დავიცავ ამას უბრალოდ სპანაირად უნდა ამას დაცვა მექანიკური დაცვა უნდა რომ არა სადაც ხენი სვამს წყალს ის წყალი არის ყველაზე სუფთა წყალი სადაც თქვა ჭია არის რამე შიგნით არის ის არის ყველაზე სუფთა ხილი იმიტომ რომ ისინი სხვაგან არ მიდიან ძალიან ბევრი რამ რომავალი გადის ბატონ რომანის ეზოზე ეგია გეთახმები და მე ამას დიდი ხანია უბრალოდ
მე ვამბობ იმას, რომ მე რო ბატონი რომანის თაობაზე მწოდნებოდა ადრე, რაც ამას აქვს გაკეთებული, ახლა იმერეთში რო ვიყავი. მე გეუბნებით, რომ მისი ძალიან დიდი ამ იმერეთში იქნებოდა შექმნილი. მე ახლა აქედან მინდა ბატონი რომან ურუას ეზოდან დიდი მადლობა უთხრა ქუთაისის და იმერეთის ინტელიგენციას, აი რომელიც მაშინ ქუჩაში გამოვიდნენ. როდესაც მე გადაწყვეტილება მივიღე და ბაზრები და ბაზრობები დავკეტე 97 წელს და ვთქვი, რომ თურქულ პროდუქტს არ გავყიდი, არაფერს არ გავყიდი და ატყდა თელი საქართველოს ბაზრობების აქცია მომიწვეს ქუთაისში მერიასთან. 1997 წლის 1 აპრილს, როდესაც აღმაშენებლის პროსპექტზე ოტე იოსელიანი თელ საქართველოში ხეებს გავდა, აი როგორც აგერ ბატონ რემონს აქვს, ჩამოიტანა მთელი საქართველოდან ხეები, რომ ხეხილის გზა გქონდეს ვერთიო და იმ დღეს მოგვიწვეს აქცია. და პრეზიდენტი მირეკავდა შეცვალე ჩაქოლავენა, მე ვთხარი მირჩევნია ჩამქოლონ. დიდი მადლობა ყველას, ოტე იოსელიანი იყო, რეზო ჭეიშვილი იყო, მთელი მწერლობა, მთელი ინტელიგენცია დადგა, ხმა მოიღო. დიდი მადლობა რაზუჩხეიძეს, რომ ჩამოვიდა და გაზეთში რომ გამოვაქვეყნა. ქუთაისში არც ერთ მაგაზეთმა არ გამომიქვეყნა, რომ ეს ბაზრები და ბაზრობები მოკლავენ საქართველოს სოფელს, კვების მრეწველობას, რომ ჩვენ თურქული პროდუქციის გამსაღებელი ვიქნებით. აი ახლა ერთ რამეს ვამბობ, რომ 97 წელს რეზო ჭხეიძემ გაზეთ ქართულ ფილმში გამოაქვეყნა ჩემი წერილი, რომელიც ეხება, რომ ბაზრები და ბაზრობები და აქცევენ საქართველოს. როგორ არ ვცე პატივი თქვა, აი ესეთ პიროვნებას და როგორ მიყვარს ბატონი რეზო ჭხეიძე, რომ არც ერთ მაგაზეთმა არ დამიბეჭდა, ფულსაც ვიხდიდით, არ დაბეჭდეს და ბატონმა რეზო ჭხეიძემ წაიღო და თქვა, რომ უნიკალური ანალიზიაო. ანალიზი რაც ვთქვით, მე ჩემი გაკეთებული არ იყო მეცნიერების. მე იმიტომ ვზივარ დღეს აგერ ბატონი რომანი არის პრაქტიკული პიროვნება. ეს კაცი ძოხას წველის თვითონ ხნავს, თესავს, ბარავს, უulis ამას ყველაფერს. ესე იგი, სოფლიოში ცნობილი პიროვნება, კომპლექსი არა აქვს ამისი. და უulis ამოდენა ეზოს და ოჯახიც ასეა მოწყობილი. თქვენ აი აგერ დღეს ახლა წუხელ ვიფიქრე, რომ შევხვდით რაღაც აუბრები ქონა და დაგირეკეთ და მითხარით, რომ რომან ურუასთან სიამოვნებით და ამაზე სასაუბროთ ყოველთვის და გადადეთ ყველაფერი. თქვენნაირი ხალხი და ეს განწყობა გადაარჩენს ამ ქვეყანას. დღეს რომან ურუას ეზოდან ძალიან დიდი საუბარი, ეროვნული საუბარია. მე ადრე მქონდა ბატონ რომანთან საუბარი და დღეს კიდე udasturებ, რომ აი მეცნიერთა კონგრესის დროში აი პირდაპირი გადაცემა ჩვენ ვერ შევძელით, არ გვაქვს აპარატურა, თორემ პირდაპირი გადაცემა Facebook-ით კი არა, რომ აი აქედან პირდაპირ რომან ურუას ეზოდან პირდაპირი გადაცემა ძალიან ცნობილი ადამიანების მონაწილეობით, რომ ქვეყანა მიხვდეს იმას, რომ ის რაც თქვა დაკავშირებულია ორგანულ პროდუქტებთან, ბრძოლასთან შხამქიმიკატების, პესტიციდების, აი ამ ყველაფერი ამ უბედურებების, საწამლავის და ყველაფერი ამის წინააღმდეგ, ამას ჭირდება მეცნიერების, ინტელიგენციის ძალიან დიდი დგომა, ამას ჭირდება ხალხში ამის გაცნობიერება. ჩვენ უკვე საფრანგეთშიც კი აღარ ვლაპარაკობ, თურქეთში თქვენს რომ რა ჭამთ საქართველოში ისეცო, რომ ამდენი ავადყოფი, კიბოთი ჩამოს ავადყოფების იქ მიდიან. და მე ვუთხარი იმას, როცა მითხეს რა ვჭამ და თურქეთიდან ჩამოდავენ პროდუქტებს და რო ჩამოუთვალე, მითხარ რომ მაგენ ჩვენთან არ შეიძლება ფატოღლი ფქვილი ჭამა, ჩვენთან არ შეიძლებაო. კვერცხისდებელი ქათმი ჭამა, ჩვენთან არ შეიძლებაო. ბევრი რამ ჩამოთვალეს და ჩვენთან საქართველოში ჩამოაქვთ გაანადგურეს, რომან ურუას გაუნადგურეს ისეთი წარმოება, რომელიც აი სკანდინავიის ქვეყნებში გაქონდა მას, ესე იგი ადიდასის ფორმები, ხუთ ქვეყანაში, ანუ იქ სადაც აწარმოებდნენ, მაგრამ როდესაც ტომრებით შემოატანინეს აქ და წონით მოაქვთ უხარისხო, გადასაყრელი, როგორც იტყვიან ახლა და მოკლეს წარმოება, მოუკლეს ხო? ჩვენ ეს გგონია რომ იაფი. ხო გახსოვთ როგორი გამოთქვა ევროპიდან თქვენ ჩამოდი იაფი ძვირი გვიჯდებაო, ინგლისის პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის რომ ყველაფერი იაფი ძვირიაო. იაფი მასწავლებელი ძვირია. და იაფის საჭმელი ძვირია. ყველაფერი იაფი არის ძვირი. ჩვენ პრაქტიკულად მოწამლული გავხდით. ბატონი რომანი ამბობდა წეღანო ძველად 82-84 წელი იყო საშუალო ასაკედო. ჩამოვარდით აგერ ქვემო დემოგრაფია ჩვენი რა მდგომარეობაშია კიდე და ბევრი რამდან ახლა რაღაც უნდა მივხედოთ ამას, ეს ნეობრივი მომენტია კიდე რომ შეიძლება კანონი გასდევს უფლებას, მაგრამ როგორ შეიძლება შენი ქვეყანა და შენ ადამიანს აკადრო, როგორ შეიძლება შენს ოჯახში იყოს შენს ოჯახში იყოს სიკეთე, თუ შენ მოწამლულ პროდუქტს აჭმევ ადამიანებს. თქვენ ამბობთ კანონი გაძლევს უფლებას, კანონი ვინ შეადგინა? კაბინეტში შეადგინეს და ბუნების კანონის წინააღმდეგ. გასაგებია ბატონო რომან და იმაზეა მე. შეგენილი კანონი ბუნებასთან უნდა იყოს შეთანხმებული. და კიდევ ერთი ძალიან აქტუალური საკითხია, რობერტ კენედის გუნდმა ეხლა ხან სულ რაღაცა ერთი კვირა აკრძალა ვაქცინებში ვერცხლის წლის დამატება.
ვერცხლისწყალი ემატებოდა როგორც კონსერვატი და პრაქტიკულად მისი გამოყენება უკვე როგორც კონსერვატად ვაქცინებში და ეხლა ეს ვაქცინები ჩვენთან შემოვიდა გამოფხიზით რომ ეს კარგ რამეს ამბობთ, კარგ რამეს. დიდი შემოძახილია რომან ურუას ეზოდან ორი ძალიან ცნობილი პიროვნება ეხლა მეტი რა უნდა იყოს ეხლა ადამიანი რომელიც ბიოლოგია მეცნიერების დოქტორია 22 წელი გერმანიაში საფრანგეთსა და იტალიაში იმუშავა იყო ინსტიტუტის დირექტორი დღეს აი ამ კენედი ჯგუფთან მსოფლიოს ცნობილ მეცნიერებთან აქვს ურთიერთობები როგორ შეიძლება ის შოთა ჩხეიძე რომელიც ამერიკაშია იქედან გვიგზავნის ყოველდღიურად გვეუბნება რომ ამერიკელები ამბობენ რომ ფაროსანას წინააღმდეგ რადგინდა თან თურქეთიდან რომ მოგაქვთ ან ამერიკიდან თქვენთან საქართველოში არისო ბევრი რამ ნუ თქვა აი იგივე გახოგვიძეს და სხვებს ვისაც აქვს აკეთებული ეს გამოიყენეთო არა ჩვენ ვიღაცამ უნდა შემოიტანოს იმიტომ რომ ის შემოიტანი პარლამენტში ზის ფულს აკეთებს ხო არ შეიძლება რომ ადამიანები ჯანმრთელობაზე ასეთი ფული გავაკეთოთ კაცო როგორ შეიძლება ჯანმრთელობის საწინააღმდეგოდ მოქმედებთ პირიქით მივეხმაროთ ადამიანებს და ჯანმრთელი ვერ ვიყდე ქვეყანა ვიყოთ არსებობს პარლამენტი და ეს აწესრიგებს ქვეყნის მომავალს და ბედს სწორია ვინ აირჩია პარლამენტი უმრავლესობა ეს უმრავლესობა რო შტერი რო არის ეს ხო იცი ყველაფერში გეთახმე მაგრამ ვისაც უნდა მიიღოს შეურაცხყოფა არა მესმის მაგრამ უმრავლესობაში ჩვენ ბუნებრივი არ არის სად არის ასეთი ჩვენ აგერ ტელევიზიის გენერალური დირექტორი წერს რომ აი ორი გენიალური პიროვნებას უსმენთო და ესօრეთ ქალბატონ მარიანას უნდოდა რომ მიიღო ეს წინადადება რომ თქვენი ეზოდან ყოფილიყო გადაცემა აი ესօრეთ ასეთ საკითხებზე ყველა კუთხე კუნჭული აქვს სუნთქავს მოწესრიგებული დავარცხნილი ეზო გაკეთებული მთელი ოჯახი ამ განწყობითა ნუ რა ვიცი ახლა ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს ახლა რა ბედნიერება არ არის აი ბატონმა რომანმა თავის იმაზე გადაგვიყვანა ფეხზე გაიხადეთ მოლში ფეხსაცმელებით ნუ დადიხართო მოლს ნუ ვიფუჭებთ აგერ ფეხსაცმელებით თუ ფეხში შველება იარეთ და აგერ დოქტორი გაცეცდა დოქტორი და მეც ასე ფეხში შველი ვზივარ აგერ და ვიღებთ მიწის ენერგიას ძალიან ეს ჯეჯილი ისევ მინდა ჯეჯილთან დავრუნდა ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი თემაა ძალიან მე ეჭვ არ მეპარება რომ ბატონი კახა შენგელია როგორც ვთქვათ ცნობილია მეცნიერი და ისევ ბატონი გოჩა ბძასოხოვი ახლა ბატონი რომანის დიდი მეგობარია და მაგრამ როგორ აქებს და როგორ ადიდებს ამის სიმხუთეში ვიყავით და სპორტსმენებს უთხრა რომ მაგაზე დიდიო და კარგი კომიტეტის თავმჯდომარე მოჭიდავებს არ ყოლიაო და რაღაცა და მიხარია როცა ასეთი დაცვა შეუვლიათ იქ თანაც ძალიან კარგი სპორტსმენის იმაზე ვიყავით ჩვენ მაშინ ჩასული ქუთაისში ჩვენი დიდი მეგობარი თემურ აფხაზავას იუბილეზე რო ვიყავით და მაშინ უთხარით თქვენ მოჭიდავებს და ნუ ეხლა ესეთი ადამიანები არიან ამის სათავეში და ეხლა რომ არა ასეთი ხალხი ვერ შეძლებდა ქალბატონი მარიამი იმის გაკეთებას იმიტომ რომ იქ შეიძლება ვერ მოიწვიო 5 ტონა 10 ტონა რომ იწევენ მაგრამ ყველა ამბობს იმას როგორ შეიძლება 5 ტონა და 10 ტონა მოიწვიო თუ არავითარ სასუქს არ აძლევ და არაფერს არ აკეთებოდა არ მიცა სასუქი მოიწია ნაკლები მაგრამ არის ისეთი რომელზეც აგერ ბატონმა თენგიზმა განავითარა უკვე თეორიულად სულიად ახალი რაღაცა გითხრათ რომელსაც დღევანდელ დღეს ალბათ იშვიათად თუ ვინმე ყურადღებას აქვს დღევანდელ დღეს დამტკიცდა რომ ხუთსაწლავის სისტემაში დაახლოებით არის მინიმუმ 50 ტრილიონი და მაქსიმუმ 100 ტრილიონი მიკროორგანიზმების რას ამბობთ ის მიკროორგანიზმები იცავენ ჩვენს ორგანიზმს ის მიკროორგანიზმები წარმოქმნიან სეროტონის 95%, რომელიც ჩვენ განწყობაზე მოქმედებს და სწორედ აი ამ ვაშზე რომელიც არის ბუნებრივი აი ამ ატომზე რომელიც არის ბუნებრივი აი ამ იმაზე ბალახზე აი ამ ხასხასა ჯეჯილზე რომელიც იქნება იმიდან იმაში იქნება ის მიკროორგანიზმები მიკროელემენტები სხვა არის მიხდით რა არის მიკროორგანიზმები რომელიც არიან პრობიოტიკები რომელიც ჩვენს ორგანიზმში შედიან და ეხმარებიან რომ პათოგენები გამოაძევნონ იქ დიდი ჭიდაობა მიდის პატრონმა ის ჩვენი აი ეს მიკრობები სასარგებლო მიკრობები პრობიოტიკებს ვეძახით მათ რომელსაც გამოყოფენ
პრებიოტიკები არის ეს პექტინი, ეს ყველაფერი, ისინი გამოყოფენ კიდე პოსტბიოტიკებს და შესაბამისად ის პრობიოტიკები, ანუ სასარგებლო მცენარეები, სასარგებლო მიკრობები, რომელიც ჩვენს აი ამ მცენარეებს და იმებს გამოიყენებენ საკვებად და ერთდროულად ჩვენს ორგანიზმს უძლიერეს იმუნურ დაცვის სისტემას უკეთებენ და ერთდროულად იცავენ პათოგენების გამრავლებისგან. Dalotilo, მიითით ბათენ რომანის იმაში ახლა ბევრი ხალხი მოვა და ჩამოყრილი ბაშმირო შეჭამოთქა რა. ამივაზე. დალო აი ყველაფერი. აი ამაში არის მიკრობები და არ გავრეცხებ. არც გავრეცხავ არასდროს, იმიტომ რომ ეს ჯობია პირდაპირ ჩაქფიჩო და მიკრობები, პექტინი, სასარგებლო ყველაფერი მიიღოთ. გაეხარეთ რა ხალხო. დიდი მადლობა. ერთი გაუაზრებელ თემაზე მინდა გითხრა. წყალი ნომერი პირველი საკვებია ადამიანისათვის კი არა, ნებისმიერი ჭიისთვის, ჭიანჭველისთვის, ყველაფრისთვის ეს წყალი არის. მაგრამ ამ დიდ ქალაქებში, თბილისში, ქუთაისში, სოხუმში, ბათუმში წყალს სვამს ხალხი და კრანიდან მოხჩურჩუხებს ეს წყალს. რა წყალს გვალევინებენ? დინარის წყალს, ხო? გარეცხილს. რას უშობიან ამ დინარის წყალს? ქლორს. გაუმარჯოს, ეგ ისროლა. ქლორს. აი თემა და ისროლა. ქლორს უშობიან? სვამთ ამ ქლორიან წყალს? საშინელებად. საშინელებაზე მეტი ეს სოფლიოში არ ძალულია, არც ომში და არც წერზე არ ხმარობენ ამას და ამას გვალევინებენ და ეს ვერ გავითვისეს, ვერც მე, ვერც თქვენ და სვამთ ამ კანის წყალს. ქლორიანის წყალს რატო სვამთ, კაცო? რატო სვამთ ამ ქლორიანის წყალს? რა როკითხო ამათ ახლა ვინც ამ თემასთან სათავეში დგას მთავრობაზე? იმიტომ რომ მავნე ელემენტებს კლავს. მავნებს თუ კლავს, კარს არ კლავს, კაცო, ვარგებელს არ კლავს. და თვითონ ქლორია მავნებელი და. კი, მაგრამ რა რამხელა ვაი, ჩემ თავსამდელი მაგალითად. ბატონ რომან, დიდ თემას შეეხეთ თქვენ მე როდესაც ქუთაისში ხელმძღვანელი გავხდი, ვიკითხეთ წყალს სათავეზე მე მიყვანეთ და მივედი მოდის ნაგავი რიონში და 100 მეტროში ირეცხება და სხვამენ ამ წყალს ხამე ვერ დავიძინე. მე ვთქვი, ჩვენ ამას ვსვამთ კი? კი ამას ვსვამთ, დავხურე. და წავედი და ფარსანაყანების წყალი გაიკითხეთ. სოფლიოს ხუთეულში შედის ის წყალი, რომელსაც ქუთაისში სვამენ, ეს არის ფარსანაყანების წყალი ბუნებრივი. არა, მაგრამ ამის გამო მაგრიტიკებდნენ ყველაზე მეტად რომ გრაფიკი და ეს არის გრაფი, რადგან ნაგავის დალევა ჯობია რომ დალიო მოიტანო, ხელით მოიტანო, წყაროზე წახვიდე, მაგრამ დალიო კი. რომანმა ახსენა წყალი. აბსოლუტურად წყალი არის როგორც ვთქვათ, ნომერი პირველი ჩვენი სიცოცხლის პროდუქტი. ჩვენს ორგანიზმში არაფერია მაგვარი. ესე იგი, წყალი არის ჩვენი ორგანიზმის აი ამ ფოთლის 80% ჩვენი ორგანიზმის არაფერი იმის გარეშე არ არის. არაფერი არ არის. და სიცოცხლე არის. თავი რა არის, რომ უბრალოდ პოლიცია სასიხარულო ამბები დავიწყებ. იმით რომ რობერტ კენედიმ ახლა ხან აკრძალა წყლის ფტორირება ამერიკაში არის წყლის ფტორირება და აკრძალა. აგერ ბატონო რომან ხედავ? მოკლედ რომანი თქვენ ეს კენედი თქვენ რეცეპტებით მუშაობს. მუშაობ კი. მეორეც ერთი რას უმთავრესია რომ ჩვენი წყლები არის უნიკალური წყლები და ახლა არის უზარმაზარი ფული კეთდება იმაზე რომ წყლის ფილტრაცია გააკეთონ უკუოსმოსით, ანუ რომელსაც არის სპეციალური ფილტრები აყენია, რომელსაც პრაქტიკულად ყველაფერი იჭირება, ყველაფერი შეიძლება იყოს მიკროელემენტების ისინი სარგებელის და მავნებელის. და წყალი შემოდის იმაში, მაგრამ წყლის სტრუქტურა თვითონ იცვლება. იაპონელმა გენიალურმა მეცნიერმა თქვა რომ წყალს აქვს მეხსიერება. რო ყველაზე სასაული რამე არის. და პირველი რაც არის რომ წყალი როგორ დაამტკიცა იმა რომ წყალს როცა უცხარ რომ აი შენ რა კარგი ხარ, წყალს ქონდა საოცარი სტრუქტურა, გაყინა და როცა უცხარ რომ გიტლერი და ისინი ურფენა და ცუდი ისინი აგინა. საოცარი სულ სხვანაირი ის მიიღო სტრუქტურა, ესე იგი წყლის სტრუქტურა დიდხანს რჩება. და ამაზე არის ძალიან ბევრი დამტკიცებული რომ
წყალში თუ შეერია ის ხამქიმიკატები და ერევა, ტონობით ერევა. თქმა უნდა ერევა. მიწაზე რომ ირეცხება და მდინარეში ჩადის და მდინარეში ჩვენსო. ხო და ესე იგი საქართველოში მე ჩემი ძალიან მოგზალებული ხოვნა კი არა, მოთხოვნა რომ საქართველოს მომავალი არ აქვს თუ ტონობის ხამქიმიკატები შემოდის და იფქვევა ამათივე სუბსიდირები, თუ ეს არის რაღაცა თავის შეიძლება ითქვას ხარაკირი, რომ თავის თავს თვითონვე იკლავენ. რატომ? რისთვის? თორე კი იმ ფულის მაგივრად, რასაც ისინი იღებენ ადკატებიდან, ორჯერ მეტ შევთავაზებ ამ ნატურალურ პიგმენტები და იმიდან გაანებონ თავი და მოგცემთ იმათ დალოცულო თუ ფულზე ხარ დახარბებული ჯამთელი საღი წარმოებებიდან რა ჩვენ ერს გამოადგება ის იქიდან მოგცემთ რაღაცა გარკვეულმა დაგაფინანსებ. ოღონდაც გაანებეთ ამ რაღაც უმგზავს ფულის კეთებას, რომ ვიღაცამ რაღაცა შემოიტანოს, გაყიდოს და ჩვენი ერის გაუბედურების ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი და გაანებეთ თავი ამ ფულის კეთება, ასეთ ფულის კეთება. ეს არ არის ფულის კეთება, ეს არის დაქცევა ქვეყნის. მეცნიერების მიერ დადგენილია, ჩემი დაწერილი არ არის ბატონებო. 70 წლის მანძილზე ამას აკეთებენ და ესაც ამაზე უკეთესი არაფერი არ მოუგონია და არ დაუწერია. წყალი ტრუბაში ხდება სიკვდილის სიცხეს 9 კილომეტრზე და 12-ზე ნულია უკვე დამთავრებულია უტანი. და ამას ვამტყացო. ბატონო რომან, იტალიაში მუშაობდი, იქ მიწვეული ვიყავი და მანახეს რომში აკვადუქტები წყაროს წყალი როგორ გადმოქონდა მაღლა იმაზე ფიხის იმერი ჭრიკლები და წყალი არის რომში ნუ გასაოცარი გადასარევი დღესაც კი ესე იგი გაოცნებით რომ ჩვენ წყლის იმაში ვართ წყლის ქვეყანაში ვართ არავის არ აქვს ასეთი წყალი დასავლეთ საქართველოს წყალზეა განსაკუთრებით ცხელწყალზე 72% დასავლეთ საქართველოში. ერთი სრულიად ახალი რაღაც მინდა ამ წყალზე დავამატო. გარდა იმისა, რომ წყალს აქვს მეხსიერება, წყალს აქვს კიდე ჩვენ ვიცით სამი ფაზა წყლისა. ერთი არის ხევადი, მეორე არის ორთქლი, მესამე არის ყინული და მეოთხე ფაზა აღმოაჩინა ჩემმა კოლეგამ, გადასარევმა ეპოქალური აღმოჩენა გააკეთა. ეს არის მეოთხეული ფაზის მქონე წყალი, სტრუქტურული წყალი, რომელიც არის აი ამ ხილში და აი ამ იმებში ყველაფერი. ო, წყალია იმაში, რა? ხო, და აი ის სწორედ იმისი წარმოება და იმისი გაკეთება იქნება კიდევ ერთი აი ზურაბ კუქშიაშვილი, რომელიც ამ წყალს აკეთებს. სკენვალე რამეს აკეთებს. არის უნიკალური წყალი და სწორედ იმ წყლით ხდება ეხლა ჯეჯილის მოყვანა, რომ იცოდეს ბატონო თეიმურად. იმ წყლით ხდება ექსტრაქცია, იმ წყლით ხდება გაზ და გაიმათ და გაღირება და ყველა ჩვენ ამ ჯეჯილით უნდა დავამთავროთ მაინც ბატონ თენგიზ მერე რომ ეს უნიკალურ რამეს იწყებთ თქვენ და ამ ეზოდან უნდა გაჟღერდეს სწორედ რომან რურუას ეზოდან ჯეჯილი მისი მომავალი რა არის და ეს რა ბედნიერებაა ქვეყნისთვისაც წყალში გეთახმებით მე გითხარით რომ ქუთაისში როგორც გავაკეთე და უფრო მეტიც აი ბატონმა რომანმა ძალიან ცნობილ ადამიანებთან ერთად ხელი რომ მოაწერა მოქმედების მანიფესტს რომ წაიკითხეს ეს ცნობილმა ადამიანებმა თქვეს რომ ასეთი ქართული დოკუმენტი არ შექმნილაო და თუ ამ დოკუმენტის შექმნელები ცხოვრობენ იმ წესით როგორც ჩვენი წინაპრებიო მაშინ დავიჯერებთ რა არის ესო და მოყვნენ რომ საღამომდე უნდა სვამ მხოლოდ წყალი საღამოს 8 საათამდე და მე ვთხარი რომ მე გადავდივარ ეგ და გადასული ვარ 10 წელია დილით საღამომდე 8 საათამდე სვამ 3-4 ლიტრად წყალს 3-4 ლიტრად წყალს და რომ მეუბნება ყველა რომ ამასაგის როგორ ვერსო უნდა დალიო ამიტომ კიდე ერთხელ ვიმეორებ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის წყალი საერთოდ ვაპირებ ერთხელ გამოვიდა და თქვა ამის თაობაზე იმიტომ რომ მე სასწაული რა მოახდინა ჩემში ბატონო რომან მე რადგან ფეხბურთს თამაშობდი ადრე აი მქონდა რაღაც გარკვეული ისინი ხერხემალზე და როგორც კი დავიწყე ამ ნუ ეს ხანდახან 2-3 დღე ჩამაწვენდა ხოლმე წლის განმავლობაში ყველაფერი წავიდა და რომ მივედი ექიმთან რომ გავიარე შემოწმება ნუ 6 თვეში ერთხელ რომ ვიკეთებდი ამას ექიმმა მითხრა სადმეო რაიმე განსაკუთრებული ისინი მიიღეო რაიმე ისვენებდიო და რატომ ეუბნებით მეთქი და სულ იმისი ხო ილექება ეს ისინი იმაზე და წყალს გამოაქვს ეს უბედურება ყველაფერი გამოაქვს კი ბატონო და ამიტომ ამბობ რომ ეხლა ჩვენ რა ჯანსაღწესზე ვილაპარაკოთ ცხოვრების მე სხვისთვის არ მიკარნახებია მე თვითონ გადავედი ამაზე ვარ არნახული ენერგიით და საღამოს 8-7-8 საათზე ვიდრე საჭმელს ჭამდე შემიძლია 2 ტაიმი ფეხბურთი ვითამაშო ერთ რამეს დააკვირდით მოშარდეთ ჭურჭელში რამეში
შეინახე. ნახეთ კედელზე რა ნალექს გაიკეთებს. რა არის ეს ნალექი მითხარ? ხამქი მიკატები ორგანიზმში გამოვა. კი ბატონო. ის ხორცი რა ასიზა, როგორ გინდა გამოიყვა. წყალს გამოვა. ეს უნიკალური. კი ბატონო. ბატონო რომანი ნელელა ისე რაღაცებს ხნის იმკიდობანი ამ მოაწყდა. ექიმებმა შარდი ბანკაში რო ჩაასხა. ხო, მაგას გეუბნები. ფერით. კი, ფერით. შეგიძლიათ უკვე როგორ არის ორგანიზმი წყლით გაჯერებული, ეგ შეგიძლიათ უნდა იყოს ღია ჩალისფერი და თუ მუქია, ოღონდ ეს ჭარხალიზადე იმის ჭამის შემდეგ სხვა არის. ესე იგი, აი ამით შეგიძლიათ დაადგინოთ ორგანიზმის ჰიდრატირება, ანუ წყლით გაჯერება. თუ ჩაისფერია, ესე იგი უკვე ცუდადაა. ესე იგი, ბატონო თენგის მე სტოიციზმის მიმდევარი ვარ, ძალიან ძლიერი ის არის ფილოსოფიური მიმდინარეობა, სანდათანას ჯანსაღ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული და ერთი რამ მინდა ვთქვა, ცოტა გაგაცინოთ, რომ ბატონი რომანის იუბილე რომ იყო და ეს წიგნი გამოვეცით რაღაც და ჩავედით ეხლა ზუგდიდში და ჩავიტანეთ ეს წიგნი და ბატონ რომანთან არის შეხვედრა. ბიბლიოთეკაში დიდი რაოდენობა ხალხის და რომ დაიწყო ბატონმა რომანმა მიცეს სიტყვა ლაპარაკობს სუნთქვაზე. ვიფიქრი არ გაგვლახონ გასვაკი რა კაცი გამოდის და ამბობს თავარია სუნთქვა ახლა წარმოიდგინეთ ახლა რომ ჩავედით ზუგდიდში და ბიბლიოთეკაში გვაქვს შეხვედრა და ჩავიდა სპორტსმენი რომელსაც უდიდეს პატივცემი ყველგან მაგრამ ზუგდიდში მაინც განსაკუთრებული პატივცემით მიიღეს და ეს კაცი ლაპარაკობს სუნთქვაზე ამ რამდენი ხნის წინ სტოიციზმის იმით გამოქვეყნდა 12 რამ რომელიც განსაკუთრებულია ადამიანის მომავლისთვის. პირველი იწყება სუნთქვით. ამბობს იმას. აზროვნებ კარგად. ნუ ესე იგი ზუსტად თუ გინდა აზროვნება, ყველა დიდი ფილოსოფოსი იწყებს საქმეს ღრმა ჩავსუნთქვით. რომ 20 წამით დააჩეროს მაინც ღრმა ჩაისუნთქოს. აი ადამიანებს ელემენტარული რამეები რო ვასწავლოთ ჩვენ ამის იმით ვასწავლოთ რა ჩვენ თვითონ ვისწავლოთ და სხვაცაც უთხრათ ეს ამ ქვეყანაში საოცარი სიჯანსაღი იქნება. ერთად რო დავამატო უბრალოდ პირველი რა არის რომ მუცლის სუნთქვა ეს არის სწორედ ღრმა სუნთქვა რომელიც მთლიანად მეორე უმთავრესი რაც არის რომ სწორედ ყველა უწმინდესმა ყველაზე გასისკრონებულმა ბუდამ მახაბირმა იესომ სულ ყველა თავისი შარტი სვა 40 დღის მანძილზე ბუდამ 60 დღის მანძილზე და შიგნიდან გაიწმინდა ჩვენ ამას ვეძახით აუტოფაგოსომეს რომელიც შიგნიდან ორგანიზმს აბსოლუტურად იდეალურად ასუფთავებს და რომელიც არის უმთავრესი იმიტომ რომ წყალი არ იყო იმ იმაში სადაც ეგენი იყო უბრალოდ ეს ლეღს აჭამდა ლეღი წინვალეს ასუფთავებს ქუშანყარის სისტემას წინვალეს არის ხოლო ბუდა სვავდა თაფლიან შარს თავის იმაზე. და მე ძალიან ბევრი წიგნები წავიკითხე წმინდანებზე, როგორ გავიდნენ ისინი ამ მეშვიდე ჩანკრა როგორ გახსნეს აი ამ კუთხიდან და შესაბამისად არის რომ პირველი და უმთავრესი რა არის რომ ჩვენ სისხლს თუ გული ამოძრავებს, გული შეკუმშა და ის წნევა, ლიმფას არ ამოძრავებს არაფერი, მხოლოდ კუნთი შეკუმშა. შესაბამისად ლიმფის გასუფთავება ეს არის კანალიზაციის სისტემა, რომელიც თუ არ გასუფთავდა, აი როგორ წყალი არ ჩაუშვა ტუალეტში ეგ არის და ამ შესაბამისად წყალი არის სწორედ ის სუფთა წყალი აუცილებლად რომელიც ჩვენ ჭირდება ის წყალი იმ წყალით უნდა გასუფთავდეს ლიმფა და ამავე დროს კუნთების შეკუმშვით და ლიმფის სისხლი არ მიდის გუნდებამდე აი არა აქ უკვე სისხლი მიდის იმიტომ რომ გულის იმაში იმაშება გულის კუნთი აკეთებს იმ წნევას რომელიც ყოფნის იქამდე კაპილარებში გავიდეს და მიიტანოს ჟანგბადი და საკვები ისინი ხოლო იქიდან უჯრედშორის გამოყოფილი ნავგავი ყველი უჯრედი გამოყოფს ახლა 10 ტრილიონი უჯრედი გვაქვს ჩვენს ორგანიზმში და თითოეული უჯრედი გამოყოფს ყოველწუთიერად რაღაც გარკვეულ ანარჩენ პროდუქტებს და ახლა ეს ყველაფერი გროვდება ლიმფაში და ლიმფას გამოაქვს ეს ყველაფერი და ლიმფა თუ არ გამოიტანეს და გაასუფთავებს და სწორედ თქვენ აბსოლუტურად სწორედ ზანებთ რომ აი ეს არის სწორედ და ეს უნდა ასწავლონ ექიმებს და აღარ უნდა ამ მედიკამენტების გამო ბატონმა რომანმა კიდე კაი რამე დაწერა უნიკალურია მისი წიგნი და მართლაც ის რა ვიცი მოვადრო და დადგება ის რომ კიდე მეორედ გამოიცემა ის 3-4 წელი არაფერი იყო ასე იგი ბატონმა რომანმა დაწერა ასეთი რამ რომ ისეთი ხელისუფლება ჭირდება ამ ქვეყანასო
რომელიც ქვეყანაში დაგროვილ პოლიტიკურ ნაგავს გადაამუშავებს უდანაკარგოდო. ესე იგი რა გამახსენა კაცო მე გეუბნები რომ გენიალური რამეები გაქვთ და იმიტომ თქვენ რა მე თქვენზე კი არ ვფიქრობ ამას რომ ლაპარაკობ მე ჭირდება ქვეყანას და გეუბნებით რომ ნუ ხარ ჩაკეტილები სახლებში გამოდით და ხალხს შევხვდით და ელაპარაკეთ და იმედი მიეცეთ რომ ამ პოლიტიკოსებმა იმედი წაართვეს და ყველაფერი მომავალი მთავრობის ვალდებულება ის უნდა იყოს რომ გადაამუშავოს უდანაკარგოდ ეს პოლიტიკური ნაგავიო გადაამუშავოს უდანაკარგოდ აბა მეტი რა აბა რა უნდა აკეთოს უდანაკარგო წარმოება არის საერთოდ მნიშვნელოვანი ეს ეკონომიკაშიც ეგრეა ეს უდანაკარგო პოლიტიკაშიც ეგრეა რა სხვა ის კი არ არის რო არ გაგეხსენები არც კი მახსოვდა მე რო არ გახსოვდა მე მახსოვს აგერ მე მახსოვს რომან ურუა არისტოტელე პლატონი ასე რომ ეხლა აგერ უყურებს ზურაბ კუმსიაშვილი რომელმაც ეს სტრუქტურირებული წყლის საკითხი როგორ კარგად აქვს და აი რა აქვს ეხლა ბატონ იმას რასაკეთებს ექსპერიმენტ რომელიც თქვენ ყველანი აკეთებთ ეს არის მესტიერთა კონგრესი ძალიან სერიოზული აპტეხე კიჟინა და სხვა შორის ამერიკაში გუშინ წინ გავაგზავნე რომ ეს სამარცხვინო ხელოვნური ინტელექტის შექმნილი აი ეს ახსნა მეოთხარი შეცვალეთ გააუმჯობესეთ გაასუფთავეთ ეს ყველაფერი იმიტომ რომ ხელოვნურ ინტელექტში ეს რატომღაც გონიათ რომ ხელოვნური ინტელექტი რაღაცა ზევიდან ჩამოფრინდა და ეს არის იქ ჩადეს ისეთი აი ნაგავი ზუსტად ბატონ რომანის სიტყვები ნაგავი ჩადეს რომელიც ისე აბსოლუტი რომ გაუგზავნე ამერიკაში მთელ ელიტას რომ რა ხდება მეოთხარი როგორ შეიძლება რომ ესეთი ხელოვნური ინტელექტა ეხლა რა არის ხელოვნური ინტელექტი რომ შევეკითხე მე რომ რა არის სტრუქტურული წყალი და რა არის მეოთხეული ფაზის მქონე წყალი ორჭოფობა დაიწყო როცა ჩემ ხელში მაქვს მე ის ყველა ის ფიზიკური და ქიმიური პარამეტრები რომელიც ჩემი ხელი და ჩემი უწყინვალესი კოლეგების ერთად ბატონ ზურაბთან ერთად შევქმნით რომ შევადარეთ ყველანაირი წყალი ადუღებული წყალი გამოხდილი წყალი ონკანის წყალი და შევადარეთ ბატონ ზურაბის წყალი და აბსოლუტურად სულ სხვა პარამეტრები აღმოაჩნდა ამ მეოთხეული სტრუქტურის მქონე წყალს ამას აქვს ფორმულა H3O2 მაშინ როცა წყალს აქვს H2 ესე იგი ამას აქვს სულ სხვა ისინი სულ სხვა pH-ი აქვს სულ სხვა ORP აქვს ORP აქვს ამას მინუსი და რაც უფრო მინუსი აქვს ORP-ა რა მით უფრო უკეთესია და სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის ამიტომ ბატონ ზურაბს ვთხოვე რომ მისი წყალით გაგვეკეთებინა ქალბატონ მარის ხორბალის პირველი ეტაპი რომ გაღივება მოხდარიყო და მერე ჯეჟილი გახდარიყო სწორედ მან გააკეთა ეს ამბავი და ეხლა ხდება უფრო სწრაფად გაკეთება და დარწმუნებული ვარ რომ აი ეს ყველაფერი იქნება როგორ გითხრათ სოფლიო სიახლეები ეხლა აი ეს ახალგაზრდები რასაც აკეთებენ ბატონი ზურაბი ბატონი გიორგი და ისინი და ქალბატონი მარი ეს იქნება როგორ ის აი მე მიამაყება რომ მე ამათ გუნდის წევრად მიმიღეს და გარკვეულწილად ხარში თქვენ ხართ თავარი კონსულტანტი ეხლა უკან მაგას მიმიღეთ რა სამოთ გასო თქვენ ბედნიერება აი იგივე გასაგებია მაგრამ თქვენ გიგარნახათ ეს და მე თქვენ ამათ ეხმარებით ბატონი გიორგი წივწივაძეც ეს ოზონირებული წყალი წკინვალე რამ არის ანუ მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ აი ამ გუნდმა იმის შემდგომ რაც დავიწყეთ ჩვენ პროექტი დიახ ამ ფოტოზე შამქიმიკას რომ მიაცხავ იმას მე ვეღარ გავასუფთავი და პიგმენტი ვერ გამოვყო და თუ ოზონს მიაცხავ ოზონი არაფერს არ აწოვებს ამ ფოტოზე და შემილია რომ პიგმენტები ვაწარმოო გაიგეთ ხალხო ფულის კეთება თუ გინდათ ისწავლეთ ფულის კეთება როგორ გააკეთეთ ფული კი არ უნდა მოიპარო ფული უნდა გააკეთო ო აი ნატურალ პიგმენტებზე მოთხოვნა არის კოლოსალური და ნატურის ოზონის გასუფთავებული ფოთლებიდან პიგმენტების წარმოება ეს არის კოლოსალური თაობებზე გადაეცემა ამ ფულის კეთება აი როგორია კარგ საქმეზე რომ ვლაპარაკობთ ბუნებას გვეხმარება აი იმაზე რომ ეხლა ხაერი ვიჭირდება წყალის ზეციდან ზეცის ის როგორც იტყვიან ხის ხო და ეგ არის ძალიან აი ეხლა მინდა რომ მოკლედ აი ეს ექსპერიმენტი რომელსაც თქვენ ყველანი აკეთებთ აი ეხლა რაც ეს არის ბატონ რომან წარმოუდგენელი რამ აი ვერტიკალური ფერმა რომლის ექსპერიმენტი და ბრძანეთ ახლა ბატონ თენგიზ რას აკეთებთ თქვენ იქ პირველ ყოვლისა რომ წყალდიდობამ და იმან არ გააფიჩოს ისა და ყოველთვის ბავშვებს კონდეს თავიანთი სასარგებლო საკვები შეგვიძლია აგერ ვისაუბროთ იმაში აგერ დავждეთ აგერ
იმას შევიდეთ. კარგია კაცო, წვიმა მოდის, ბედნიერება. ტელეფონი ბატონ რომან, თქვენ ტელეფონი. აგერ დავждეთ, აი ბატონ რომან. არ გინდათ, აი აგერ. აგერ დავждეთ, აგერ. და პერიკით ნახავთ. როგორ? კი ბატონო, თქვენ სად გიჩვენიათ? არა, თქვენ იქით დაჯიქით, აი იქით დაჯიქით, ის არ იქნება და. იქ. აი საუბარი შედგა უბრალოდ სკამები წამოვიღეთ და დანარჩენი უკვე არ არის პრობლემა. აგერ. თანაც როგორ კარგად წავიდა ყველაფერი. რა უყოთ ბატონი ერეკლეს აღლიანი, კაი კაცი გვირეკავს კიდე, მაგრამ მერე დაველაპარაკებით რომ დამთავრდება საუბარი. დავბრძანდით, გავაგზავნოთ წვიმის ფონზე. დავბრძანდით. გილოცავთ ბატონებო, წვიმა მოდის, თუ თელ საქართველოშია ხო კარგია, წუხელ ძალიან ძლიერი წვიმა იყო და მხოლოდ თბილისში ყოფილა და სხვაგან არა და ამიტომ კარგია თუ თელ საქართველოში წვიმს. მერთო ჩვენს ქვეყანაში როგორც იტყვიან დიდი სისუფთავე, დიდი წესიერება და აი მე ძალიან მინდა რომ აი ის რაც მართლაც უნიკალურია, თითქოს დაუჯერებელი, რაც თქვენ შეთავაზეთ მათ და ექსპერიმენტი რომელსაც ვატარებთ ახლა ჩვენ და რეალურად არის აი ბრძანეთ ახლა რაც ზურაბ კომისიაშვილთან კეთდება. პირველი რაც მინდა გთხოვოთ რომ საფრანგეთში პირველი პრიზი რო ავიღე მე უამრავი ჟურნალისტები და ისინი ვინ არის საიდან ჩამოვიდაო და მე ძალიან მოკლედ ვთქვი რომ ჩემზე უკეთესად ვილაპარაკებ შედეგებს. აი შედეგებს დაველოდოთ ბატონ თემურაზ. ასაკებია, მაგრამ თქვენ მაინც უთხარით რომ აი დაიღალა ხალხი ამ დაპირებებით. არავით არის დაპირებები არ არის, ეგ არის რეალური უკვე. უკვე პირველი რა თავარია რომ სულ უკვე რამოდენიმე კვირაში ჩვენ გადაცემაში, თქვენ საავტორო გადაცემაში მოვიტანთ იმ ყველაფერს და ყველანაირად ვესწრებით რომ ლიოფილიზირებას კი მოვასწროთ თქვენ გადაცემისთვის. კარგი რამეა. ის ყველაფერი დავდოთ და ვანახოთ, დაინახოთ, დაიჯეროა. კარგი რამეა. აი ამ კუთხიდან გვინდა რომ ისეთი დონის ხალხი არის ჩართული ახლა ბატონი ზურაბი ჩემ თავზე მეტად ვენდობი, იმიტომ რომ წინვალე პიროვნება გეთ. როცა დაიწყო ის აუცილებლად მიიყვანს ბოლომდე საქმეს ამ იმაში. უკვე იმან უამრავი სხვადასხვა გაუმჯობესებები ისინი დაიმასა და ნოსა და შესაბამისად არის როგორ გითხრათ ეს არის ხალხი რომელსაც პროფესიონალები შეიძლება ითქვას რომელსაც არა თავის იმისთვის აკეთებენ ოჯახისთვის ან იმისთვის არამედ ერისთვის აკეთებენ ეს ყველაფერი ხო ეს ყველაფერი იქნება ბავშვებისთვის რომ ბავშვები იყოს უშიამური და ჯანმრთელები ყოფილ ბავშვები ეგ არის ჩვენს ყველაზე უმთავრესი სასწაული რაღაცა მოვიტანა აგერ. ჯანსაღი სიმინდი შეხედეთ. აი ეს არის უსასუქო. ერთი წელია. და უსასუქოს მე ერთი გრამი არ აქვს სასუქო. აქ არის მოყვანილი. ცხედაში აქვს გახოგიზის ბიორაკი. მეტი არა რომელიც აბსოლუტურად დაილევა და თვითონაც დაულევია. კი. დალია და გავყიდი. მაშინ მithunე რომ ეს რაღაცა სასწაულია. აბატონე. ბედნიერება, როცა ასეთი რამის გაკეთება შეიძლება ამ ქვეყანაში და ქიმიას დავდეთ და შხამქიმიკატებს დავდეთ, ვიღაცა რო გამდიდრდეს. აი ხელისუფლების პოლიტიკური ნება და შეიცვლება ყველაფერი. ბატონი თენგიზი რომ ამბობს იმ შტატში, დიდ იმაში ინდოეთში, იმ შტატის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა ეგრე. გადაწყვიტა ეგრე, ხო? ნუ ეხლა თქვათ მე იმერეთში ვიყავი და ოტიოსელიანს გაგონება არ უნდა და იმისი შხამი, ქიმიკატი რაღაც და ესევე იყო რეზო ჭეიშვილი და ყველანი და შევერთით და რაღაც აბძალეთ ბევრი რამ და აი ქვეყანაში არის დავაქციეთ ჩვენი ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა დავაქციეთ, კვების მრეწველობა დავაქციეთ, სუბუქრეწველობა დავაქციეთ იმის გამო რომ თურქული გავაფეთიშეთ ამ ქვეყანაში. აბატონო, სულთა პროდუქტი. აგაშენა გულწრფელი. აი როგორი კარგი გადაცემა. კი, კარგია. წვიმა მოგვეხმარა რომ აგი დაგვენახა აქ ჩამოვედი. რომელიც გადახამე ამას სულთა და არავის არ უნდა შენი სულთა. აი ეხლა ბატონთეგის ბოლოსკენ რომ მიდივარ, ჯეჯილი. ჩვენ დღეს აქ მოგვიყვანა ჯეჯილი. მე ვხედავ ერთ რამეს რომ ეს არის უდიდესი ეროვნულ სახელმწიფოებრივი და სამომავლო საქმე.
თქვენ რაც თავში ვთქვი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ გაგაძლიერათ იმ აზრმა, რომ აი ხორბალი, რომელიც მოიყვანა ქალბატონმა მარიმ, ბატონი გოჩა ძასოხოვის და ბატონი კახა შენგელიას მხარდაჭერით და ეს სამწლიანი პროექტი ერთიც და მეორეც, რომ ეს ქვილად კი არ ვაქციოთ და პური კი არ არამედ ჯეჯილად ვაქციოთ. არ შეიძლება სითხედ ვაქციოთ? როგორ? ძალიან კარგი შეკითხვა. აბა ბძანეთ მე. კი ბატონო, ეხლა არის უკვე დღევანდელ დღეს ჯეჯის წურავენ მექანიკურად და წვენს სვავენ. კატეგორიული წინააღმდეგი. რატომ? იმიტომ რომ შედალოცილო უჯრედანა, რომელიც კუჭაყავის სისტემა, რატო უყარი დალოცილო? რომელიც არის იმ 90% საუკეთესო ეფექტი ჯეჯილისას ის უჯრედანა გააკეთა. ქვის წყალის დალია და ისიც ჩაჭამეგეთ. არის, ეგრე არ არის. ჯობია ერთად, იცით რა არის, ჩვენ ეხლა ცალკე ყურის ექიმია, ცალკე ცხვირის ექიმია და ერთად მთლიანობაში ვერ ხედავენ ორგანიზმს. მე ვხედავ ორგანიზმს როგორც ჯეჯილს. და ჯეჯილში არის ეს არის კიდობანი ელექსირების. ამაში არის არა მარტო რამოდენიმე პიგმენტი, ამაში არა მარტო რიბონუკლეინის ჟავები, ამაში არის არა მარტო უჯრედანა, ამაში არის არა მარტო სტრუქტურული წყალი, ამაში არის კიდევ სხვა დამატებით, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის. ამაში მე კიდევ ისეთ რაღაცას ჩავთავ, რომ ამაში სტრეს ცილებსაც გავაკეთებ, იმიტომ რომ ზუსტად იმის მოკრეფის წინ, ანუ აღების წინ, უბრალოდ პატარა სტრეს გავუკეთებ, რომ ის სტრეს გენები გააქტივდეს. ამაში გერმანიაში გამოსცეს ინსტიტუტი, რომ ეს ამეწყო, იტალიაში პირველი წლის იტალიაში ეგავაწყე, საფრანგეთში ეგავაწყე, რომ სტრეს ცილები ეგ არის, რა გოგითხათ, 10,000-ჯერ იმუნური დაცვის სისტემას და სტრეს ცილები არის ნატურალური ვაქცინების კომპოზიცია. ამის გახსნაში იყო, რომ მთელი ევროპაში ტაშის კვრის შემოგება, ხო, ამ ამბავში. ეს იყო ის, რაც მე დამავალეს, რომ აიო, ხასხასა ბალახს რო ჭამსო, ყველა ვეტერინარზე კარგიაო და რა არისო, ბატონ სერგიმ მკითხა, ეგ ამბავი იქნებ განვიკვიო. სეგრი დურმიშიძეძია ლაპარაკი, დიდ აკადემიკოსზე. ესე იგი, ჩემები ყავდა დამიკა, როგორ და გავარკვია აზე, მაგრამ შემთხვევით გარკვეულწილად, როცა იცი, რომ მიზანი გაქვს რაღაცა გაარკვიო, აღმოჩნდა, რომ თურმე როცა პირში იდებს იმ ბალახს და ძოვს, ძროხა რა, ის ბალახი იღებს სტრესს. იმიტომ რომ 38 გრადუსია, კი ხასხასა დილას რო გაიყვანდა, ხასხასა ბალახს ძოვს, ის იღებს ის ბალახი პირში რო აიღებს არა, ის იღებს სტრესს, სითბურ სტრესს. სითბური სტრესი ეგრევე ერთავს იმ ჩუმ გენებს და უკვე რომ ნაკლავებში გადადის და ინკუბაცია ხდება ფაში და იმაში, უკვე იქ არის უზარმაზარი რაოდენობის სტრეს ცილები. დაახლოებით ესე ადის და პიკზე გადის მე. და ის შემდეგ იწყებს იმ აი ამ საკვებში, ბალახში, ის ბალახს არავინ არ იმაშვება, ასუბსტანციას და იმას, რომ იმ ბალახში არსებული მიკრობების, ანტიგენების მიტანას ჩვენ იმუნური დაცვის სისტემასთან. და ეს არის დღევანდელ დღეს აი ეს სტრესილები გამოიყენება ვაქცინებში, კიბოსაწინააღმდეგო და იმას, წრივასტავამ და იმემა გააკეთეს ეს ყველაფერი და დალოცილო ბუნებას შეუქმნია თვითონ ყველაფერი ღმერთმა შექმნა ეს ყველაფერი და რაც ღმერთი შექმნილია ის გამოვიყენებდა. რა თქმა ეს ზედმეტი რაღაცა ხელოვნური რაღაცები შექმნა. აი ეგ. მოკლედ ძალიან დიდი ამბავია დღეს აი ამ ლეგენდარული კაცის რომან რურუას ეზო გარემოში. გაჟღერდა ძალიან ცნობილი, ესე იგი დიდი იდეა ამ ჯეჯილთან დაკავშირებით და მისი ავტორი გახლავთ სოფლიო გამოცდილებაზე დაყრდნობით და მისი პირადი გამოცდილებით ბატონი თენგი ჯალიაშვილი. მე ბატონ რომან რურუას დღეს მითხრა საიდან გახსოვთო, მე მახსოვს ერთი უნიკალური გამონათქვამი ბატონ რომან რურუასი. ის ამბობს ასეთ რამეს, რომ ვინც პარლამენტისკენ გარბის ეჭვით შევხედოთო, მაგრამ ვინცაც პარლამენტში არ უნდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჰაერი ვიჭირდება ქვეყანასო, იმას შევეხვეწოთო. აი ესეთი პრინციპით არის შექმნილი ბატონ რომან საზოგადოებრივი პარლამენტი, აი რომელიც სექტემბერში 21 სექტემბერს დაიწყებს. ჩვენ ალბათ სამშაბათს, ოთხშაბათს, რომელიმე დღეს ჩამოვა ბატონი ჯუმბერ კოპალიანი, ტარიელ ხარხელაურს უნდა ვთხოვოთ თქვენ, ბატონი ტარიელ ხარხელაური, ბატონი თემურ გუგუშვილი, რამაზ ყურაშვილი ხართ ხელის მომწერი. აი ბერა ბერძენიშვილის სახლში რაც შეიქმნა და მე რეზუჩხეიძის სახლში მოეწერა ხელი მოქმედების მანიფესტი. ეს არის უნიკალური დოკუმენტი და როგორც ამბობენ 21 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართული დოკუმენტი. ჩვენ ეს უკვე Facebook-ზე ვიდეოს გამოვიტანეთ და მე თქვენ აქ ჩაგიგდებთ რომ თქვენს ნახოთ ეს ყველაფერი, რომ როგორი სერიოზული მე ამ დღეებში კიდევ ერთხელ რო წავიკითხე და ერთ-ორი შეხვედრა მქონდა სადაც
ჯგუფებთან ერთად წავიკითხეთ, ყველა მოხიბლულია, ნუ თუ ასეთ დოკუმენტი იყო შექმნილი 2006 წელს. მაშინ ამის გაკეთებას გაბედულება უნდა და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ასეთი დოკუმენტი შექმნილიყო. ის საზოგადოებრივი პარლამენტი ხალხის მიერაა ზუსტად იმ პრინციპით შექმნილი. 80%-ს ყველა აიძახის, ვინც გაიგო რო იქ არის, მე რა მინდა და რა პარლამენტი, რის პარლამენტი, მაგრამ ის ხალხი ჰაერივითაა საჭირო. ნუ რო გაუგია მაგალითად, ესე იგი ჩვენი სასამართლოს ის არის რა, იქეთ ევროპაში ძალიან ცნობილი პიროვნებაა და სასამართლოს თავმჯდომარე იყო ჩვენთან, რო გაუგია იმას, არა ბატონო, მე არაფერი არ მინდა და შემოვითვალა. მე ვეუბნები, ჩვენ კი არ გვინდა, თქვენ გინდა, შენ კი არ გინდა. მე კი არ მინდა, ქვეყანას უნდა რომ პარლამენტში უნდა იყვნენ გონიერი ადამიანები, ჭკვიანი ადამიანები. არ არის 305-ი საჭირო. არც არის, ვინ ამბობს მე მაგას. რა თქმა უნდა, 50 იყოს. და აი ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ერთ-ერთი პირველი რასაც განიხილავს სწორედ საჭირო ამდენი პარტიები, ამან დააქცია ყველაფერი. ჩვენი ამოცანა ბატონ რომან არის ის, რომ აი ამ პარლამენტმა, როგორც კი საზოგადოებრივი პარლამენტი დაიწყებს მუშაობას, ერთ-ერთი პირველი უნდა მიიღოს სწორედ ის, რომ ჩვენი კვების პროდუქტები უნდა იყოს ჯანსაღი და ეს პესტიციდები და ეს უნდა აიგზავნოს. ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა უნდა მიიღოს, რომ სახელმწიფო კაცების აგრებულო უნდა შეიქმნას. არ შეიძლება ქვეყანა ანონიმურად იმართებოდეს, არ შეიძლება ქვეყანას ერთი და ორი კაცი მართავდეს. ქვეყანა სავსეა ჭკვიანი ადამიანებით და პროფესიონალები უნდა მართავდნენ ქვეყანას. აი აქეთკენ მიდის ყველაფერი. მე გავიხსენე ის სტატია და ის წიგნი. სათაური რა აქვს იმ წიგნს, ხო გახსოვთ თქვენ რა? მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში. ასე მთავრდება ბატონ თენგის ბოლოში აქვს ერთი რამ, რომ მეო კარგად ვცხოვრობ, არავითარი პრობლემა არ მაქვს. ასე აქვს ბოლოში მინიშნებული. არავითარი პრობლემაო, ყველაფერი მაქვს ჩემიო, მაგრამ არ არის საკმარისი მე რო ვცხოვრობ, ამიტომა დასაფასებელი ბატონ რომანი. მე მინდა რომ მთელი საქართველო ასე ცხოვრობდესო, რომ არ იყოს ეს პრობლემებიო. ადამიანები სიყვარულით ვიყოთ ერთმანეთს მიმართო და რაღაც უნიკალურია ეს წიგნი მართლაც და აი ამიტომ კიდე ერთხელ გავიხსენე დღეს ბევრი რამ და ის რაც თქვათ იმ წიგში არის ჩამოყალიბებული სასაული რამეებია, როგორც იტყვიან იქ დებულები. ჩართვა მახას პროგრამაში იქნება რობერტ გეთახმებით. აგრეთვე ჩვენთვის არის. გეთახმებით, მე სწორედ ამიტომ იყო ჩვენ როცა გქონდა საუბარი ბატონ თენგის, მე გითხარით, რომ ამ საქმეს სჭირდება გამოცდილი ადამიანი, ამ საქმეს სჭირდება ავტორიტეტი. ბატონ რომანს აქვს გამოცდილება და ბატონ რომანი არის ავტორიტეტი. მე საქართველოშიც მინახავს და საქართველოს გარეთ მინახავს. თქვენ ვერ წარმოვიდგენთ აფხაზები, ოსები როგორ ელაპარაკებოდნენ და როგორ ესაუბრებოდნენ და როგორ უჩოქებდნენ ბატონ რომანს კიევსა და მინსკში. მე საკუთარი თვალით ნახე ყველაფერი ესენი. მე მიიწვიეს კიდევა სოხუმში, ჩავიდა. ხუთჯერ დამირეკე ვიშენდე, რითი ჩავიდე? ესე იგი უთხრეს, რა შვებითო თქვენო ქართველებიო, ჩვენო გვინდოდა რომ მოჭედავების სკოლაში წამოსულიყვდენო აფხაზებსო ესწავლათო თქვენთანო. ბატონ რომანს ეუბნებიან, ჩამოვიდა აქეთ, ეუბნება. მე რატომ საგარიან მეთქი და არ მიიღესო, რა? არ მიიღეს. ისავო, ვერ გადალახევსო ისავო, კულებიო. კულები უნდა აფხაზეთიდან ჩამოსულ ბავშვი. სოხუმიდან კაცი მოდის დღეს ამ სიტუაციაში ვარ და უნდა რომ აი აქ ჩვენთან ჭიდაობის სკოლაში იყოს და სწავლობდეს ამ იმას და შეუქმნეს რაღაც ბარიერები, ხო არის ეს ტრაგედია. და ამიტომ ამბობ რომ მე მაგალითად გამიხარდა ერთხელ როდესაც გავიგე რომ ბატონი რომან რურუა მიიწვია ბატონმა ბიძინევანიშვილმა ეს დასაწყისში იყო და ძალიან გასაგებია თქვენმა კოლეგებმა და ბევრია სხვა ვინმე, მაგრამ კიდე ერთხელ მინდა თვითონაც უნდა კონდეს და ბატონი რომანი არის კაცი და თქვენ ის უნდა იცოდეს რომ მე არ ვარ ოლიმპიური კომიტეტის წევრი და ეხლა გამოგზავნეს რუსეთიდან რომ იქიდან ჩამოდიან ოლიმპიური ჩემპიონები და პირველი სიაში მე ვარ. აუცილებლად იყოს. წავიდე. წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ რომ ოლიმპიური კომიტეტია შექმნილი ქვეყანაში და რომან რურუა არ არის ოლიმპიური კომიტეტის წევრი. ნუ ეხლა რაღაცა ხო არსებობს არა, ნუ ეხლა ესე იგი ეს არის ჩვენთან აი როგორც იტყვიან რომ აი ბრძოლა შეგნით, მაგრამ კიდე ერთხელ მინდა ვთქვა რომ რომან რურუას ჩვენ ძალიან ბევრ რამეზე წინააღმდეგობები ქონდა. ჩვენ ბატონი რომანის ხათრით და მისი დამოკიდებულებით ბევრ რამეზე გავჩერდით.
ბატონ ბიძინაზე მასთან ცუც ვერ იტყოდი ვერ ეხლაც მე არავის არ ჭირდა ვინმეზე ცუდი ხო და არა მე ვამბობ არა მე თქვენზე მე მაგას კი არ ვამბობ ჩვენ საუბრები როცა იყო შიგნით თორე იმაზე კი არ არის საუბარი თქვენ ყოველთვის იყავით კეთილგანწყობილი და მაგრამ მე მინდა რომ ის ადამიანები რომელთა მიმართაც არის კეთილი განწყობა ის ადამიანები პროფესიონალებს უსმენდნენ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე გამამდიდრა ურთიერთობამ რომელიც მაქვს ბატონ თენგისთან მე იმდენი რამე ვისწავლი ამ კაცისგან ეს არის ერთი აკადემია ჩემთვის ისევია თქვენთან ურთიერთობა ხო და ამიტომ არის მე ამაში ხარჯავ დროს კი არა აი მოვდივარ ურთიერთობ პოლიტიკოსი არის ის კი არა ვინც თქვათ აი პოლიტიკა რა არის პოლიტიკა არის ადამიანებთან ურთიერთობა ადამიანებთან ურთიერთობა თუ მეცნიერება არ გინდა მეცნიერებაზე დაყრდნობით არ გინდა საუბარი მე თქვენ ხშირად ხედავთ მეცნიერებათა აკადემიაში სპორტსმენს თქვენს გარდა ვერ ვხედავ და პოლიტიკოსი ჩემს გარდა იქ არავინ არ არის ეს ხო არის კატასტროფა რა ნუ ესე იგი არ თხოვლობ იმას აკადემიკოსობა არა არც მინდა არა რა თქმა უნდა კაცო თქვენ რაშვაშია მე ვამბობ იმას რომ მიდგომა თვითონ ეს არის რომ თქვენ გინდათ იცოდეთ ნახოთ ისწავლოთ ბევრი რამ და ვსწავლობთ ამ იმას ყველაფერს ჩვენ დღეს ამ ეზოში ძალიან ძლიერი საუბარი გქონდა ძალიან კარგი ბატონ თენგის დიდი მადლობა რომ თქვენში დაიბადა ეს აზრი ამ ჯეჯილთან დაკავშირებით ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ მე არ ვიცი რამდენად შევძლებ ახლა აგერ წვიმამ შეგვიცალა მაგრამ აი ბატონმა რომანმა რო წაგიკითხა ჩვენ აი ახლა ადამიანი სპორტსმენი ყავს რომელმაც ხელთნაწერი აქვს აგერ რომ აი აგერ მოიტანა რამდენიმე რამ ყვება თანაც ამის მიხედით ჭეშმარიტება საკუთარი თავის და შეცდომის საზომია მისი ჩანაწერებია ესენი და ბევრი რამ აი მოაქვს იმიდან აი ესე იგი 50 ესე იგი 9 საუკუნის წინ შექმნილი ავტორი გვარწმუნებს რომ ესე იგი ფასიანს ესე იგი ფარაონს მოეთხოვება ხელთნაწერიას არ გააკეთოს არაფერი არასამართლიანი უკანონო ირღვევა ეს პრინციპი ირღვევა სახელმწიფო წარმოგიდგენიათ ესე იგი ეს აღებული აქვს ძველი იმიდან საინტერესოა კიდევ რამდენიმე ათეული ხო 59 საუკუნის უკან დიახ ამას ვამბობ 59 საუკუნის უკანაა ჭეშმარიტება საკუთარი თავისა და შეცდომების საზომია ესე იგი ქსენოფანტოს პასუხი კითხვაზე აღზარდოთ შვილი პასუხი შვილი უნდა გააჩინო სამართლებრივ სახელმწიფოში და არ მოგვიდით ახლა თქვენ როგორ აღზარდოთ შვილიო და მეცნიერებს პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით ყველაფრის ცოდნაზე ყველას პირობების უნარზე პრეტენზია არ აქვს მეცნიერმა არ იცის ბჭყალებში ან არ იცნობს და იქ სადაც საეჭვო რეკომენდაციებს არ იძლევა ნუ ან განსხვავებით ჩერჩილსაც კარგი გამონათქვამი აქვს რომ რა განსხვავებაა პოლიტიკოსსა და მეცნიერის შორისო და პოლიტიკოსი ფიქრობს არჩევნებზეო და მეცნიერი ფიქრობს მომავალზეო აი ჩვენ ვესაუბრებით ორ პიროვნებას რომლებიც ფიქრობენ მომავალზე არც ერთი არ ფიქრობს თანამდებობაზე არც ერთი არ ფიქრობს იმაზე რომ რაღაცაზე არაფერი ამ ხალხს არ ჭირდება გარდა იმისა რომ ქვეყანა იყოს ძლიერი და იციან რომ დიდარ ქვეყანაში ღარიბად არ უნდა ცხოვრობდეთ და იციან რომ ქვეყანა არის მდიდარი საქართველოზე მდიდარი ქვეყანა იშვიათია ორი სამწუთიანი თითოეული დასკვნა ან რა ვთქვი არასწორი გაასწორეთ ან დაამატეთ რაც გნებობთ პირველი ჩემი თხოვნა იქნება ბატონ რომართან რომ მისი უზარმაზარი ავტორიტეტი გამოიყენოს იმისათვის რომ სთხოვოს ბატონ ბიძინას რომ მოიწვიოს რობერტ კენედი საქართველოში ოღონდ მანამ მოიწვიოს მანამდე ის ავაწყოთ რასაც საპილოტე დონეზე მაინც რომ ჩვენ სწორედ მის პროგრამას გავხადოთ ამერიკა ისევ ჯანმრთელი რომ ჩვენ საქართველოს ხარში უდგავართ და ეს იქნება სამთავრობო ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობები და აქ გაშინჯოს ბატონ რომანის ღვინო ბატონ უამრავი ისინი აქ ადგილებია სადაც შეიძლება რომ ვანახო და ვაჩვენოთ ამავე დროს ის რაც მერე იქ დაინერგება ამერიკაში, იმიტომ რომ მის მიერ აკრძალული სინთეტიკური პიგმენტები რით უნდა ჩავანდახოთ, თუ არა ნატურალური პიგმენტები, თქო სწორია, როგორ უნდა ვაწარმოოთ ყველაფერი. ეს იქნება ერთობლივი ამერიკა საქართველოს მეცნიერთა და გამომგონებელთა ერთობლივი ისა. მე უკვე ვთხოვებ და ქალბატონ მანამაც თხოვა რუბიოს და საგარეო საქმეთა
ერს რომ შეიქმნას ამერიკის საელჩოში ინოვატორთა დეპარტამენტი, რომ ჩვენ კი არ ჩავიდეთ, ყველა ხო ვერ ჩავა იქ ამერიკაში. აქ გავაკეთოთ და იყოს ეს ისენი ეხლა გარკვეულწილად ეს ინოვაციების ურთიერთხელსაყრელი გასვლა იმასთან განერგვა ისევ ამ ბავშვებისთვის, ხო ყველაზე საუკეთესოა. ბატონ რომანი უკეთესად იტყვის ამ. მაგრამ ბატონ რომანი ძალიან კარგ რამეს ამბობს, აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვთქვათ მოწვევა თვითონ ბატონი თენგიზი აკეთებს ყველაფერს, რომ მოამზადოს ნიადაგი, რომ ის ელოდებოდეს ამ მიწვევას, იმიტომ რომ ის არ არის ახლა რიგითი მოქალაქე რომ იყოს ამერიკის, შეუძლია მას მოიწვიოს, მაგრამ რაც არ უნდა პატივისცემა ქონდეს ბატონი თენგიზის, ის ვერ ჩამოვა აქ, იმიტომ რომ ის არის მინისტრი. მას სჭირდება სახელმწიფოს მოწვევა და დანარჩენი მისგან და მისი კოლეგებისგან ინფორმირებული იქნება, რომ ჩამოვიდეს და აი სწორედ ჩვენ შეუდგეთ იმას, რომ ესე იგი საქართველოს იყოს ჯანსაღი სახელმწიფო კვების პროდუქტებით და ყველაფრით. ძალიან მოწვევამდე უნდა გაკეთდეს პროექტი. თქმა უნდა. რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ და ვინ მოვიშვებთ. კენედების ოჯახი მაგალითია ამერიკისთვის და საქართველოსთვის. და ყველაზე კეთილი და განათლებული ოჯახი, როგორც ასე. თქვენ ნამყოფი ხართ იმ ოჯახში. მე მისაღლავზე ვარ ნამყოფი. ასე რომ კეთილი იყო დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ეს საუბრები და ღმერთმა დასაბამი მისცეს საქართველოს საკეთესო. რომან ლურუას ეზოდან ორმა ძალიან ძლიერმა პიროვნებამ, მეცნიერების დოქტორმა, ძალიან დიდი საერთაშორისო გამოცდილებით 22 წელი რომ ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში. და ბატონმა რომან ლურუამ საზოგადო მოღვაწემ, ძალიან დიდმა სპორტსმენმა და ძალიან დიდმა კაცმა დღეს ძალიან კარგი შემოძახილი გააკეთეს სწორედ რომან ლურუას ეზოდან. ჩვენ დღეს ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას კარგი რამეები გვინდოდა გუთხარით, კარგი რამეები შეგვიძლია უთხრათ ამ ეზოდან, ვეთქვით ბედნიერება. მე ვიცი სამი ეზო ბევრია საქართველოში, მაგრამ აი ორზე განსაკუთრებულად ვიტყოდი. მერა ბერძენიშვილის ეზოში რომ შეხვალ არა ქართველი რომ იყო ქართველი გამოხვალ იქიდან ისეთი გარემოა იქ შექმნილი. რომან ლურუას ეზოში რომ შეხვიდე ხელებ ჩამოშვებული რო იყო და თქვა ეცოთ მათქმევინეთ რომ შეხვიდე რომან ლურუას ეზოში და ხელებ ჩამოშვებული რომ იყო რომ არაფერი ეშველება აქ იტყვი რომ ყველაფერი გვეშველება. ეს არის ეკონომიკურ შესაძლებლობათა ეზო. ეს არის იმის საზომი, რა შეუძლია ერთ კაცს გააკეთოს, როცა გული აქვს, სული აქვს და ქართული განწყობა აქვს. ის რომელიც ბევრჯერ ამბობდა ეს მთავრობა მეურნეობა, საოჯახო მეურნეობის შე. ოჯახი მაშინა როცა მეურნეობა გაქვს. თუ არა გაქვს, ოჯახი არა. რა თქმა უნდა. და ბოლოს აკორდის უკანასკნელი აკორდი ბატონ ბიძინას ორ პრემიერს აქვს მოწერილი ხელი. პირველი ბატონ ბიძინას ხელის მოწერილია ბიოპროდუქტების წარმოების შესახებ 2013 წელს. დალოცილო მოაწერე ხელი და განერგება. ჩვენ ბატონი კახა შენგელიასთან შეხვედრის დროს მან ბრძანა რომ თქვენ ისეთი პროექტი გაქვთ. მე ვთხოვ რომ შეხვედრა ამ ჯგუფის პირველ ეტაპზე შედგეს სოფლის მეურნეობის მინისტრთან. ჩვენ არაფრის ის არ ვართ დაპირისპირების და რაბის ის არა ვართ. პირიქით ძალიან კარგი იქნება ეს ისეთი ქართული სამომავლო საქმეებია. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს შეხვედრა შედგება და მე დარწმუნებული ვარ რომ ის რაც უკვე 1 წელია თქვენი პატრონაჟით ბატონ თენგიზ ამ ხორბალთან დაკავშირებით და შემდგომ უკვე ჯეჯილს რომ მიადგა და კეთება მე არ მეპარება მაშინ რომ მოგვეხმარებიან არ მოგვეხმარებიან ჩვენ მაინც გავაკეთებთ ამას ჯობია რომ შევთანხმდეთ და გავაკეთოთ ერთად ჩვენ გვჭირდება ოპონენტები და არა მტრები კი ბატონო ოპოზიცია ჩასაფრებული კი არ უნდა იყოს ოპოზიცია ნიშნავს რომ შეცდომა არ დააშვებიო ხელისუფლებას ოპოზიცია კი არ უნდა იყოს ოპონენტი უნდა იყოს რა თქმა უნდა ბევრი რამე ამ შეკრების თამაში კი ბატონო ოპოზიცია გონია მტერი უნდა იყოს ოპონენტი ხარ ბატონო და კარგად უნდა იცოდე რა არის კარგი რამე თქვი გამახსენდა რომ როდესაც ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი მაშინ შევქმენი ოპონენტთა საბჭო და გურამ გაბუნია ხელმძღვანელობდა პროფესორი დოქტორი ძალიან ცნობილი და გამორჩეული პიროვნება რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ოპონენტთა სხვა და აი ვერ დაალაგა ეს ვერ არის პარლამენტის სასალაგებელი
არ ჭირდება მტრები. მაგრად ვიყოთ, კარგად ვიყოთ, ამ ოჯახს გაუმარჯოს, ყველა ქართულ ოჯახს გაუმარჯოს, საქართველოს გაუმარჯოს. ამ ქვეყანას არ ჭირდება დაპირისპირება. ამ ქვეყანას დაპირისპირება არის სუსტების მოგონილი. თანამშრომლობა არის ძლიერების სარბიელი. თქვენ ძლიერი ხალხი ხართ და თანამშრომლობაზე ორიენტირებული. გაუმართოთ, ბატონო დემო, რა არის ოპონენტი? კარგად უნდა გაუმართოთ, რომ ოპონენტში არ უნდა ნახონ მტერი. გეთანხმებით. ოპონენტი ჯერ პირველ რიგში არის ის ბატონო რომ ქვეყანას ჭირდება ხელისუფლება, რომელიც და პოლიტიკოსი ისეთი. ოპონენტი მომავალია. პოლიტიკოსი, რომელიც არ იმართება ქვეყნის გარედან, უნდა იმართებოდა ხალხის განწყობით, შენი ქვეყნის განწყობით, ესაა ყველაზე კარგი. ოპონენტი იწყებს ხელს დახვეწაში. კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო. შენ ამ ტრეტრე და არაფერი არ მოგვიჭრი, მაშინ ტერი ხარ. ქვეყნის გარეთ, როგორც თქვენ გიწერიათ იმ დოკუმენტში ბატონო, ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა ფული და პატრონები. ჩვენ გარეთ ვეძებთ ფულს და პატრონს და არა მეგობრებს და აი უნდა მოგისმინონ თქვენ ვინც ხელი მოაწერეთ იმ დოკუმენტს და გვექნება ჩვენ ეს შეხვედრა. დასავლეთ გერმანიაში პირველი ინსტიტუტი რო გამეცნებდა ვარ სამეცნიერო დირექტორი დამფუძნებელი, პირველი რაც გამოაცხადე, ვინც კომპლიმენტს მეწვევს დაუშვებ ინსტიტუტიდან, ვინც შემისწორებს იმას პრემიას მისცემს. აი კარგია, კარგი მიდგომაა უკვე, კარგი მიდგომაა. არის უამრავი შედევრები ამ ქვეყანაზე და ეს. მოკლედ ბატონო რომან ერთ იმასთან გაქვს ნიჩია. ყველას ხომ მოუგე. ძაღს შეერკინა თავის ძაღს. და არ დაუთმო არც იმან არც ამან. და მოუგენ. მე ახლა ვიყავი ძაღლი მყავს ხო აქ ხომ მოვიყვანე თქვენთან. აი რო გაჩვენეთ თქვენ და ხო თქვი რომ კატები კარგი ასე ძაღლი მინდა კატებს გააქცევს. ხო და ეს ძაღლი ესე იგი ზღვის ნაპირზე რო იბანავა გამოდა არ დაეტა გაგაცო ამ ძაღს ხელში არ წდა რაღაც დიდი ველური ძაღლი და აღჩობს ჩემს პატარა ძაღს და ამას რო დავახტი ზემოდან ამ ძაღს ამ ველურს ხალხი გეშინიათ იმისი და მეძახიან რა შვები გეკპენსო ესე იგი იმ ძაღლმაც კი მიხვდი ის ძაღლიც კი მიხვდა რომ მე არ ვიყავი უკან დავხევი ხელი მოყვია მოვაცილე იმას გადავარჩინე და ამ ქვეყანაზე ძაღლთან ერთგულებამ შეიძლება გასავლოს ბევრი რამ კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა რომ რაც უფრო ახლოს გავიცანე ძაღლები მით უფრო დავცილდი ადამიანებსო და აი ამიტომ ეხლა თავარი არის ერთი რამ რომ ადამიანებმა ისე ვიყოთ ერთმანეთის მიმართ რომ მტრები არ ვეძებოთ ერთმანეთში ბატონო დემო 10 კატა მყავდა აქ სახში და არ ვიცი რა გასაკანი არ მომწონს ყველა ფეხები ყველა შემოდის მიავ და ყველა უნდა აჭამოთ ხო და ეს ძაღლის შემდეგ 3 დღე და არ გამოჩე თურმე რაშია საკ კატას შენ კატა რო ყავს ოჯახში 1-2 გარეთ არ უნდა აჭამოს საჭმელი იმიტომ მეორე ხედავს გამოიარა და მოდის არჩევის საჭმელი ხოდა ეს არჩევს მოყვება კიდევ სხვა და აქ მომიგროვდა 10 კატა და ყველას ვაჭამე და უკვე რამის არის გადავსახლდა აქედან კატებისგან ძაღლი გინდა ერთი ძაღლი საჭიროა ეს ძაღლი არის ტერორისტი ძაღლი არის საჭიროა ეგ და დაიშვერე კატებისგან და მივხვდი იმას რომ ჩემ კატას გარეთ არ დაუყარო საჭირო რომ სხვა მას შეჭამე და შეგნიდო აჭამე მოგლეთ ბატონ თენგის კაი დღე ხო არის ხო ხართ მაყოფილი საქართველოს ფარგლებში ჩვენ ხალხს უნდა ჩვენ ვაჭამოთ კი ბატონო ჩვენ მე ვარ ბედნიერი რომ თქვენ ეს ორი დიდი პიროვნება შევხვდით ერთმანეთს ისაუბრეთ თქვენ დარწმუნდით ბატონ თენგის რომ აი რა დიდი პიროვნებაა თავის ხელით აქვს შექმნილი ყველაფერი ხო ეს ხო სასწაულია სანაგვეზე არის ყველაფერი ეს გაკეთებული გაწკრიალებულია მე ხა თქვენ დაგემშვიდობებით და კიდე ერთხელ ვაჩვენებ ხალხს შემოვილი რომ რა ეზო ეს რომ დაინახონ ეს ყველაფერი და ეს იქნება ძალიან კარგი და თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთში ისო არ ვიცმებ კაცო არ ვიცმებ ამიგზალე მოლში არ გაიარო ფეხსაცმელი და არ გამიფუჭო მოლიო და აი ეს არის რომან რულუას ეზო გარემო მეც ფეხშიშველი დავდივარ ახლა იქეთ არ გამეთიშოს ისა და ამის გამო აი ეგეთ ეს არის მისი სახლი მისი პროექტით აშენებული ქვემოთ აქვს თავდაცვის ადგილი ანუ როგორც რამე ატყდეს და ვინმე რამე ისროლოს აი ნახეთ როგორი ეზოა მეკეთ რო წავიდე ნახეთ
როგორ კარგადაა ყველაფერი, დავარცხნილი, გაკეთებული, საკუთარი ხელით, ოჩახი. აი ეს არის ჯერ როგორ ადგილზეა ეს ყველაფერი აიქეთ და აი ასეთი კაცი გვყავს ჩვენ რომან ლულუას სახით და აი ეგ როგორი ვაშლი ყოველგვარი ქიმიის გარეშე, არავით არის ასუქი ამ ეზოში.